მაშასე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფლების ახალ ტერიტორიაზე. ეს TV პირველია და შაბათის ეთერი მაუწყებლობას იწყებს. საღამო მშვიდობის ახლა ზუსტად იმ ადგილას ვდგევარ, სადაც რამდენიმე თვის წინ პოებულია საქართველოს ყველაზე დაცული მოქალაქის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, სადაც ბევრ რამეს გაიგებთ, როგორ აპირებდა აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტმა ქვეყანამ გაჟლიტა ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გადაბარგებას, როგორ უთვლიდა შუამავლების საშუალებით მოსკოვს, რომ ის მათიანი იყო და როგორ უანონსებდა, რომ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებაზე დარტყმას პრესის საშუალებით მიიტანდა. ეს მხოლოდ ანონსია. მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში ბევრ აუდიო ჩანაწერს მოისმენთ. აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე. ჩვენს ხელშია მათ შორის რუსი დიპლომატების და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ურთიერთობა, მათი კონსპირაციული შეხვედრების დამადასტურებელი ჩანაწერები და კიდევ ბევრი სხვა რამ. მაშასე შაბათის ეთერი დღეს წლის ექსკლუზივით იხსნება. Алло? Потом ძინა გიგა გაწუხებთ ისე. ხო გიგა. რაღაც საკითხზე მინდოდა დალაპარაკებ. აუ თუ ქალაქის ტელეფონზე გადმოგირეკოთ. ქალაქის არა ვარ იმაზე ადგილზე გიგა. შაბათის ეთერის ახალი სატელევიზიო სეზონი წლის ექსკლუზივით იხსნება. იქ ჩამოვათ ხუთხარი. ხუთხუში თვითონაც ჩამოვამაგით. იქაპირებს გამოსვლას თუ და დამოსვლას. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. პირველად და მხოლოდ TV პირველზე. ბიძინა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერები. სისტემიდან ყველაზე დაცული მოქალაქის საიდუმლო ფაილებმა გამაჟონა. ხო ჩვენ ძალიან ვაპირებთ ახლა დაგებას ვაპირებთ თუ კიდევ შეგიძლია უთხრა. მაგას წამოაბანონ ძალიან თუთქუდებს. 8 საათზე თავად ივანიშვილისგან მოისმენთ, როგორ ტოვებდა ის საქართველოს და როგორ ემზადებოდა ოკუპანტ რუსეთში გადასაბარგებლად. მაგრამ შენ უნდა მეგობრობა თქო პროსტო. ორების შემსუბუქება უნდა თქო და ჩვენს ხელში არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მისი გარემოცვის ჩანაწერები. ხო რომ მოსკოვში ჩახვალ თქო. უნდა რომ შეხვდე იმას თქო და გაგზნობინე რომ რაღაც ის უნდა. გავიგე მიხსენ. ჩვენ უკვე ვიცით, ვინ იყო შუამავალი ივანიშვილსა და პუტინის რეჟიმს შორის. Мне надо кое-что руководителю передать. Это возможно? 8 საათზე თქვენ აქ გაიგებთ, რას ამბობს და რას ფიქრობს პუტინის რეჟიმი რეალურად ბიძინა ივანიშვილზე. Смотри, видео очень большой приятный случай, передайте, пожалуйста. ეს მხოლოდ ანონსია. ახალი სატელევიზიო სეზონის ყველაზე რეზონანსულ ჟურნალისტურ გამოძიებას ნახავთ 8 საათზე. მილიონები და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სიმბოლურ ფასად გაცემული იჯარით საქართველოს მოქალაქეების ქონება. ვინ ითბობს ხელს აი ამ ყველაფერზე, ვინ მდიდრდება მაშინ, როდესაც ადამიანებს მართლა კახეთში ზოგს მიწა სანატრელი გაუხდა. ნუ და არაერთი სეზონია ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ გამოცემულ ბრძანებულებებს და განკარგულებებს და ფაქტობრივად ყველა ბრძანება მორგებულია ადამიანებზე, რომლებიც მის გარემოცვას უკავშირდება. ეს გადმოცემები, ჩუქებები წყდება პერიოდში, როცა ის აღარ არის მთავრობის მეთაური, მაგრამ როგორც კი ღარიბაშვილი ბრუნდება ყველაზე მაღალ სკამზე, ის მაშინვე მისი კლანის აღზევება იწყება. დიახ, მაშინვე იწყება მისი კლანის აღზევება. ესენი არიან ამ შემთხვევაში დღევანდელი რეპორტაჟი ეძღვნებათ ადამიანებს, რომლებიც არიან მისი მარჯვენა ხელები. ეს ადამიანები არიან ძმებ-ჩხენკელებზე, სხვა შორის ძმები-ჩხენკელები, როდესაც თანამდებობაზე ხდებოდა მათი დანიშვნა, ჩვენ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის ცხარე განცხადება, გაცეცხლებული ბიძინა ივანიშვილი, როდესაც გამოვიდა და თქვა, რომ ძალიან გაუბრაზდიო რომ დანიშნა, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენდნენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას, ღარიბაშვილმა ეს ადამიანები გადმოიბარა. და არა მარტო ეს ადამიანები ჩართულები იყვნენ ქართულ ბანკის გაკოტრების სქემაშიო და მე არაერთხელ ვესაუბრე ღარიბაშვილს, რომ ისინი უნდა გაეშვა თანამდებობიდანო, თუმცა ძალიან დიდი დრო დასჭირდა ივანიშვილის ბრძანების ანუ ვინც აკოტრებდა ბიძინა ივანიშვილს, ისინი დააწინაურა ღარიბაშვილმა, ეს იყო პირველი ეტაპი და ახლა მისცა ხალხის ქონება. კი ბატონო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ესეთი ღია განცხადება იყო, ის იძულებული გახდა ძმები-ჩხენკელები გაეშვა თანამდებობიდან, ჩვენ ყველას გვეგონა რომ ისინი წავიდნენ სახლში, თუმცა
აღმოჩნდა რომ ისინი წავიდნენ ძალიან დიდ და მომგებიან ბიზნესში. ამ შემთხვევაში საქმე ამჯერადაც ეხება სახელმწიფო ქონებას, ხალხის ქონებას, როდესაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განკარგულების საფუძველზე ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ვანახოთ მაყურებელს შემდეგ რომ გადმოგვიგზავნეს ოფიციალური სახით, რომელსაც კი ბატონო, თანდართული ეს არის დოკუმენტი, თუ შეგვიძლია რომ ვანახოთ. კარგად ჩანს თუ არა და შემდეგ ჩვენს Facebook გვერდზეც ამ ყველაფერს ავტვირთავთ. ეს არის ოფიციალური პასუხი და ეს არის უკვე დანართები, სადაც გაწერილია თუ რომელმა კომპანიამ, რომელმა ადამიანმა რა ფასად მიიღო იჯარი წლის განმავლობაში, მიწის ნაკვეთები. საუბარია ამ შემთხვევაში ლაგოდეხში, სოფელ შრომაში გაცემულ 11177 კვადრატულ მეტრ ფართობზე და აქ გარკვევით შავით თეთრზე წერია ოფიციალურად, რომ წელიწადში ეს ადამიანები იხდიან 480 ლარს. რეპორტაჟში ჩვენი მაყურებელი კვადრატული რამდენი გამოდის მაგა? კვადრატული ჩვენ შეგვიძლია ნოდარ დავთვალოთ, ბევრი რომ არ ვიწვალოთ და არ ავრიოთ მაყურებელიც და საკუთარი თავიც რამდენი გამოდის. 480 ლარს თუ ვიხდით. 177 გაყოფილი 480 ლარს თუ ვიხდით. 480 ლარი გაყოფილი ამ უკაცრავად 111,77 ლარზე. 177 ლარზე. კი ბატონო და ეს არის 1 კვადრატული მეტრი გამოდის 0.4 მეათედი თეთრი. კი ბატონო. თუმცა მე რეპორტაჟში ჩვენი მაყურებელი ნახავს, რომ აქ არის უზარმაზარი ბიზნესი. ეს ბიზნესიც დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან. აქ არის ყველაფერი გაშენებული აგროსესხით, ანუ სახელმწიფო ფული. ნახე რა არის? ღარიბაშვილის გარემოცვას მისცეს საქართველოს, რომელიც იყო ამსება ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს საჯარო მოხელე, ან პრემიერის მისი მარჯვენა ხელი იყო რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობდა, ერთი ძმა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი. კი ბატონო, ანუ მათ მისცეს აი ამ ფასად მაყურებელს შეუძლია თავად ნახოს. 1 კვადრატული მეტრი მიწა, წლიური არენდა 1 კვადრატულის არის ეს ფასი. აქ გაშენდა შემდეგ დიდი მეურნეობა, ოღონდ ეს მეურნეობაც გაშენდა აგროსესხებით. ხილის მეურნეობა არის აქ გაშენებული, ვაშლი, მსხალი და სხვა ხილი მოყავთ, ასევე მოცვის პლანტაციებია და ახლა სამაცივრო მეურნეობას აკეთებს, ანუ წლიდან წლამდე ფართოვდება ბიზნესი და თაბად ვეყვება ეს ადამიანი, რომ ეს ყველაფერი გააკეთა აგროსესხით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროცენტი უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ, ანუ ყველაფერი, რაც აქ ხდება, არის სახელმწიფოს და ადამიანების ხარჯზე. ღარიბაშვილის ინტერესები და მეგობრობა ირაკლი ღარიბაშვილთან, შესაბამისად ეს ადამიანები ასეთი დონის ინტერვენციას მათ ბიზნესში სახელმწიფოსაგან უბრალოდ ვერ მიიღებდნენ. კი, კორუფციის მკვლევარებიც ამას ამბობენ ზუსტად. დანარჩენს შენს რეპორტაჟში ვნახა, უბრალოდ არ შემიძლია ერთი ფაქტი არ დავაფიქსირო. გარდა იმისა, რომ აქ არის სავარაუდო დატაცებასთან დაკავშირებით საუბარი, სახელმწიფო ქონების ჟურნალისტის მოვალეობა, როდესაც მოიპოვებს დოკუმენტებს, როდესაც ამ დოკუმენტებს გაანალიზებს, ბატონ ჩხენკელს მინდა უთხრა. გაანალიზებს და გაუჩნდება კითხვები დაურეკოს კონკრეტულ ადრესატს და გასცეს მოითხოვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს არის ჟურნალისტის მოვალეობა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მის მოვალეობას წარმოადგენს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ აქვს რა თქმა უნდა პასუხები. თუმცა, როდესაც არიან ძალიან დიდი ბოდიში პრემიერის გარემოცვა ისე გაბლატავებული აი ამ სიტყვას ვიხმარ, რომ შეუძლია უზრდელობის აი ეს ხარისხი გამოიყენოს, რომელსაც ახლა თქვენ რეპორტაჟში ნახავთ, როდესაც გოგო ჟურნალისტს ელაპარაკება, რა მნიშვნელობა აქვს, რომელიც ესეც არ უნდა იყოს ჟურნალისტი, ეს იმას ნიშნავს, რომ სრული განუკითხაობა გვაქვს ქვეყანაში და რასაც უნდა იმას გააკეთებენ, თქვენი საქართველოს მოქალაქეების რა ქონებასაც უნდა წაიღებენ, გადაიფორმებენ, მიითვისებენ და მათთვის ყველაფერი მოსულა, იმიტომ რომ მათი სავარაუდო კრიშა მათთვის გასაგებენაზე აუხსნი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ სპეციალურად გავუშვით ეთერში ყველა მაგა? ყველა არა ნოდარ, იმიტომ რომ დინებებია მარტო ამოჭრილი. მაყურებელს ვცემთ პირველ რიგში ჩვენ პატივს, იმიტომ რომ აქ არის ზღვარს გადასული გინება, რომელსაც ფიზიკურად ვერ მივცემდით ეთერში, თუმცა აქ არის ღია მუხარი. კი ბატონო, რა არ მინახავს? რა სახის მუხარა არ მინახავს და რა სახის უზრდელობა არ მინახავს ზოგიერთი რესპონდენტის მხრიდან კრიტიკული მედიის მისამართი. მაგრამ ის რაც ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვამ ჩაიდინა, ასეთი ალბათ, არ ვიცი, ბევრი წელია ჟურნალისტი ვარ და არ მინახავს.
როდესაც ჟურნალისტი უბრალოდ რეკავს ტელეფონით და სვამს კითხვას კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და ითხოვს ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. დანარჩენს მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟში ნახავთ. ის რომ ეს ადამიანების ჯგუფი პირდაპირ კავშირში არის ირაკლი ღარიბაშვილთან და გადაჯაჭული არის, დგინდება ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ რა უნდათ ამ ადამიანებს თანამდებობაზე, რატომ დანიშნა ისინი ირაკლი ღარიბაშვილმა, მე მაქვს ეს კითხვა, თუმცა რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ ღარიბაშვილს ჩემი ბანკის გამკოტრებლები პოსტებიდან გაეშვა. დანარჩენს უკვე მაკა ანდრონიკაშვილი მოგიყვებათ. ამ ბიზნეს იმპერიის მფლობელი ირაკლი ღარიბაშვილის მარჯვენა ხელი და სანდო კადრი რომან ჩხენკელია. ვაშლის, მსხლის, ხურმის და მოცვის ბაღები ჩხენკელმა პოსტიდან წასვლის შემდეგ გააშენა. ერთ დროს ღარიბაშვილის მარჯვენა ხელი დღეს უკვე 10 მილიონი დოლარის ბიზნეს ფლობს. გამარჯობა. ჩხენკელების სასათბურე მეურნეობას ვეძებ. ბატონო? აკახა. ეს არის? აი ეს არის? ეს აქ მოცვია, ერთად ხილი, ვაშლები, მსხლები. არიან აქ? ვინ გნებოთ? თვითონ ხელმძღვანელები ან ვინმე ვინც მუშაობს. მუშები არიან კი. ლაგოდეხში საუკეთესო მიწების ნაწილი ჩხენკელმა წლების წინ იყიდა. დანარჩენი კი ახლა საქართველოს მოქალაქეების საკუთრება. ბიზნეს იმპერია ხალხის მიწაზე გააშენა, რომელიც საქართველოს მთავრობამ არენდით ჩალის ფასად მისცა. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტები, რომელთაც დგინდება, რომ 11177 კვადრატული მეტრი ტერიტორია სახელმწიფომ ირაკლი ღარიბაშვილის მარჯვენა ხელს პოსტიდან წასვლის შემდეგ წელიწადში 480 ლარად მისცა. ანუ თვეში მოსავლის მოსაყვანად ყველაზე ნოყიერ ტერიტორიაში პრემიერის ყოფილი მრჩეველი 40 ლარს იხდის. რა სტატუსი გაქვთ აქ? მე ყურადღებას ვაქცევ მეურნეობას მუშები ჩამოყვანა მეყვანა ზედამხედველი ხარ 2016 წლიდან არის იჯარი თაღებული მე სექტემბრიდან ვარ აქ და მანამ შემოდი აქ თქვენს გარდა არის ვინმე ვინც ხელმძღვანელი პირია ეხა ბატონი რომანი აქ ხომ ვერ იქნება სულ შეიძლება კვირაში ერთხელ მან ჩამოდის ლაგოდეხის სოფელ შრომაში იმის გასარკვევად ჩავედით რა დამსახურებისთვის მისცა სახელმწიფომ ღარიბაშვილის ყოფილ მრჩეველს და ეკონომიკური საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ხალხის კუთვნილი ტერიტორია ჩალის ფასზე უფრო იაფად. როდესაც რომან ჩხენკელის წარმომადგენელმა კითხვების შინაარსი გაიგო, ჩვენი შეცდომაში შეყვანა სცადა. ვითხრა, რომ ამ ტერიტორიაზე ყოფნისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეცსაშვი გჭირდებოდა. საშვი გაქვთ სასაზღვრო პოლიციიდან? სასაზღვრო პოლიცია რაშუაშია ვაშლების ბაღთან. სასაზღვრო ზონა როგორ არის ვაშლების ბაღია, ეხა რას მეუბნები, რა სასაზღვრო პოლიციის საშვი? გავიგე. და რა? თქვენ საშვი გაქვთ? ანუ თუ ვაშლის ბაღში მოვხვდი, მე საშვი მჭირდება? კი ბატონო. ეხლა თქვენ საშვი გაქვთ, მაჩვენეთ თქვენი საშვი. საშვი ადგილზე არ ამაქვს, ეხლა მაგ გზაზე. წამოდით ერთად წავიდეთ. სარნი ლაგოდეხში ავიდეთ ჩემთან. სად ან რატო არ გაქვთ? იქნებ დაგჭერდათ, თქვენ ხო ადგილზე უნდა გქონდეთ საშვი. მე უშუალოდ აქ არ ვაპირებდი ჩამოსვლას, თქვენი მანქანა დამენახა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ რომან ჩხენკელის გამდიდრების ისტორია დაიწყო. ახლა ის გიგანტურ აგრომეურნეობასთან ერთად ამ სამაცივრე მეურნეობასაც აშენებს. რომელიც ცოტა ნამდვილად არჯდება. ზაფხულში მოწეულ ხილს ზამთრისთვის შეინახავენ და უფრო ძვირად გაყიდიან. მოგებაც რა თქმა უნდა უფრო მეტი ექნება. რომან ჩხენკელის წარმომადგენელმა კითხვებზე ვერ გვიპასუხა. ამიტომ ღარიბაშვილის ახლო მეგობარს დაურეკა. პირველივე კითხვის შემდეგ გინება დაიწყო. სახლში მოვარდნით და ოჯახის წევრების აციოკებით დაგვემუქრა. არ გივარდები, შენი სახლი სად არის? მითხარი და მოვდივარ ჩემს სახლში ახლა. მითხარი ახლა შენი სახლის მისამართი. მე თქვენ სახლში ვარ ბატონო. შენი სახლის მისამართი მითხარი და ახლა შენ სახლში მოვდივარ. მე ამ ჭუხას მივდივარ შენთან სახლში და შენი მამაშენი მოვიკითხო. ბატონო? გენოსვალი გამოდი ახლა ვეთქეთი ინებს დილობა ისწავლე დამიკავშირდით რა გინათ მითხარი და მე შემოდი შიგნით. ბატონო რომან. ახლა მითხარი. ვინ უნდა მოიკითხოთ ბატონო რომან? და შენი და მამაშენი უნდა მოიკითხო შენთან სახლში. ეს
ხსნის? ბატონო რომან, ზრდილობის ფორმებს რომ დილობას მოუხმოთ მე შენ გასწავლე როგორ უნდა. ტერიტორია, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის საძმოს წევრი კერძო საკუთრება დასაღებს, სახელმწიფოს ეკუთვნის. აი ამ მონაწერის საჯარო რეესტრიდან. უბრალოდ ის საქართველოს მთავრობამ 15 წლით დღეში 1 ლარად და 33 თეთრად მიაქირავა. ეგ არის ბოლშევიკური მეთოდი. ბატონო რომან, სახელმწიფო მიწა, კეთილი ინერზე დამირეკეთ. ბატონო რომან, შენი კონტაქტი თქვენმა ტელევიზია მიწი ეხლავე დატოვეთ. ბატონო რომან. ბატონო რომან, სახელმწიფო მიწა, რომელიც იჯარით გაქვთ აღებული 480 ლარად წელიწადში. დატოვეთ ჩემი კი, დავტოვებ. იჯარით აღებული კერძო საკუთრება და კინა ეს არის ჩემი. 480 ლარად აღებული მიწა სახელმწიფოსგან წელიწადში. მოგეთ დატოვეთ ჩემი საკუთრება. ბატონო რომან ჩხენკელი ირაკლი ღარიბაშვილის საძმოს წევრი პირველივე დღიდან არის. ღარიბაშვილი და ჩხენკელი ერთმანეთზე ღრმა კავშირებით არიან გადაბმულები. როდესაც ნაციონალური მოძრაობის ჩინოვნიკი ღარიბაშვილმა კაბინეტში გვერდით დაისვა და ეკონომიკური საბჭო ჩააბარა, ამაზე ბიძინა ივანიშვილიც კი გაბრაზდა. ივანიშვილმა მაშინ ღარიბაშვილს ჩხენკელის გაშვება მოსთხოვა, თუმცა კავშირები იმდენად ღრმა იყო, რომ პრემიერ-მინისტრი ჩხენკელს გადაეფარა და თანამდებობაზე დატოვა. რომ ჩხენკელზე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ირაკლისთან, რომ ეს კაცი აქ არ უნდა იყოს, ეს იყო გუნდის აქტიური წევრი ნაციონალური მოძრაობის, მან გააკოტრა ქართულ ბანკი და აქაც რომ გაიგოთ, რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი. არ გაუკეთებია რეაქცია. რომან ჩხენკელი ნაციონალური მოძრაობის ჩინოვნიკი იყო. ის ქართულმა ოცნებამ დააკავა და ბრალი ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეზე წაუყენა, თუმცა შემდეგ გირაუთი გამოუშვეს და 3 თვეში აჭარის კონტროლის პალატის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. მალევე ჩხენკელი ღარიბაშვილის გვერდით აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილს ჩხენკელის გაშვებას თხოვდა, თუმცა მაშინდელი პრემიერი მისი საძმოს წევრს 6 თვის განმავლობაში იცავდა და პოსტს უნარჩუნებდა. ბოლოს ბრძოლა ივანიშვილმა მოიგო და ჩხენკელი ღარიბაშვილს გააშვებინა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ სარფიან ბიზნესში. ეხლა მე მოვა შენთან სახლში. მე მოკრებით ბატონო რომან. დააჭირდები იქა და დედაშენს დაველაპარაკები შენ საქციელზე. რომან ჩხენკელი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბიზნესს არეკეტებდა და ნაციონალური მოძრაობის დროს აწყობილ სისტემას ღარიბაშვილის კლანს სარგებდა, ამ სიტყვებით გვემუქრებოდა თუ კი ეს რეპორტაჟი ეთერში გავიდოდა. არადა ყოფილ ჩინოვნიკთან ერთი ჩვეულებრივი კითხვით მივედით. როგორ მიიღო ჩალის ფასად სახელმწიფოს კუთვნილი მიწები და როგორ გამდიდრდა ასე უცებ? კითხვა დაგისვით 480 ლარად ამხელა ტერიტორია სახელმწიფოსგან. მოდი მეცი და გახსენ პასუხს რა ამხელა ტერიტორიაა საერთოდ წარმოძენა გახსენ. კი, ხელში მიჭირავს ამ მონაწერი ბატონო რომან. ხნარდი რა აკიხსნი ყველაფერს მე კიდევ ერთხელ გიგვადებით. მორჩი ამ პროვოკაციებს. ირაკლი ღარიბაშვილის საძმოს სათავეში რომან და აკაკი ჩხენკელები არიან. რომან ჩხენკელი ღარიბაშვილის მთავრობის გავლენიანი ჩინოვნიკი იყო. აკაკი ჩხენკელი კი ჯერ ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში გენერალური ინსპექციის მაღალჩინოსანი, შემდეგ კი საქართველოს რეგიონების მაკონტროლებელი. ძმები ჩხენკელების აღზევება მაშინ დაიწყო, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერად დაინიშნა და ორივემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობები მიიღეს. კორუფციის მკვლევარებმა მათი ბიზნეს იმპერიის მშენებლობის თითქმის 6 წელი შეისწავლეს. ამტკიცებენ, რომ ეს დიდი ქონება რეალურად ღარიბაშვილის შავი სალაროს საბადოა. ანუ საძმო ფულს შოულობს და წილი პრემიერთან მიაქვს. ეს ფული ჩხენკელების ჯიბეში არ რჩება. ჩხენკელები არიან ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ღარიბაშვილის შავ სალაროს განკარგავენ. ანუ ღარიბაშვილის შავ სალაროს ავსებს ეს ორი ძმა თავისი ბიზნესით. ბიზნესი არის ძალიან, ასე ვთქვათ, მარტივად დალაგებული სქემა არის, რომ სახელმწიფო მათ კომპანიებს, ძმები ჩხენკელების კომპანიას უქმნის სასათბურე პირობებს. ანუ აძლევს აგროს ესხს ყოველგვარი, ანუ მისი გამოცდილების გარეშე, მიწის ნაკვეთს აძლევს წლიურად 480 ლარად, რაც ფაქტიურად წარმოუდგენელია საბაზრო ღირებულებაზეც დაბალი არის. ასევე მის კომპანიას
რკინიგზა გადაზიდვებში უქმნის რკინიგზა უდგენს სპეციალურ ფასს. კორუფციის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ კომპანიებს, რომლებსაც სურთ ტვირთის გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე, ამ კომპანიას რკინიგზა უდგენს მაგალითად პირობითად $14 ტვირთის გადაზიდვის ტარიფს, ხოლო შემდეგ უკვე რკინიგზა ამ ჩხენკელის კომპანიას კომერციულ საიდუმლოებად ან უმხელს ამ კომპანიის მონაცემებს, საკონტაქტოს, საერთოდ ყველა ინფორმაციას და შემდეგ უკვე ეს ექსიმოილი უკავშირდება. სპეციალურ ფასს უკვე რკინიგზა უდგენს ექსიმოილს. ანუ თვითონ ფაქტიურად გადაზიდვაში მონაწილეობას არ ღებულობს, ანუ თვითონ კარგავს კლიენტს, ხოლო ექსიმოილი კიდე ისევ რკინიგზის საშუალებით ახორციელებს გადაზიდვას. ეს ფული მიდის როგორც ჩხენკელის ჯიბეში, ასევე ღარიბაშვილის ჯიბეში და ივსება მათი, ასე ვთქვათ, კახური კლანის სალარო, რომელსაც განკარგავს ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის საძმოს წევრ აკაკი ჩხენკელს ტელეფონით იმის გასარკვევად დავურეკეთ, რატომ სარგებლობს მისი კომპანია ასეთი განსაკუთრებული პრივილეგიებით და რომ არა ირაკლი ღარიბაშვილთან ძმაკაცობა დარჩებოდა თუ არა 1 ტონა ტვირთიდან ამდენი ფული. ეს ადამიანი გვიყვება, რომ თქვენ ფაქტობრივად შუამავალი რგოლი ხართ ამ ბიზნესთან მიღებული ფულში, რადგან ეს ფული რეალურად ღარიბაშვილთან მიდის. იმდენად აბსურდს ელაპარაკებს ეხლა. იმდენად აბსურდს, რომ კომენტარი ერთადერთი არის ჩემი და ამ ნაწილთან დაკავშირებით. გაეცანით სიტყვა აბსურდის განმარტებას და მიხვდეთ შპს ექსიმ ოილი და შპს ტერმინალ 1. ეს კომპანიები არიან თუ არა ქვეკონტრაქტორები რკინიგზაში? უკვე ჩემო ბატონო, მე რა გავაკეთე და რა არ გავაკეთე. ეს ჩემი საქმეა. აკაკი ჩხენკელს ძმისგან განსხვავებით ჩვენთვის არ უგინებია. თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის საძმოს წევრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კითხვებისთვის თავი აერიდებინა. ჩემო ბატონო, თქვენი მოცემულობა, რომ სამეწარმოო სუბიექტში რეგისტრირებული ბიზნესი ეს ერთი და იგივე ცნება წინამდებობაში მოდის. ჰობი გაქვთ უბრალოდ კომპანიებს რომ აარსებთ? თუ კი ამით ბიზნესს არ აკეთებთ? არც ამაზე გიპასუხებთ, იმიტომ რომ არ ვარ ვალდებული. თქვენი და ღარიბაშვილის კავშირებზე თუ გვიპასუხებთ? იტყვი რომ აბსურდის პირობებში ვიმყოფები. დოკუმენტები დგინდება, რომ ძმები ჩხენკელების აღზევება ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში დაიწყო და ახლა მათ რენესანსის ხანა უდგათ. უეცარი გამდიდრების უკან კი მთელი სახელმწიფო მანქანა დგას, რომელიც რომან ჩხენკელს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებს ჩალის ფასად აძლევს. ბიზნესის დასაწყებად კი იაფი აგროკრედიტით სარგებლობენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით ძმები ჩხენკელების სახელზე 2012 წლის შემდეგ დაფუძნებული 10 კომპანია ფიქსირდება. როდესაც რომან ჩხენკელთან მცადეთ გადაგვემოწმებინა კორუფციის მკვლევარების ბრალდება, რომ ამ მილიონებიდან წილი ირაკლი ღარიბაშვილის შავ სალაროში მიაქვთ, სახლში მოვარდნით და ანგარიშწორებით დაგვემუქრა. ინალმე შემოგივარდე შენთან სახლში? სადაც ბატონო? მოგიწონება ესა? შევიდია ხვალე მოვა, დღესთან მოვა და თითაშეს დაუჭდები იქა და მოუყოლე თავში. სადაც ბატონო? ამ ერთ რეპორტაჟში რომან ჩხენკელის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის რამდენიმე ფაქტი იკვეთება. სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, ფიზიკური ანგარიშწორების მუქარა და ორივე შემთხვევაში დამამძიმებელ გარემოებად ადამიანის პროფესიული საქმიანობის გამოდევნა მიიჩნევა. ჩანაწერები საჯარო სივრცეში გავრცელებულია. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია მყისიერი რეაგირება მოახდინოს. ველოდებით როდის დაიბარებენ გამოკითხვაზე და წაუყენებენ ბრალს ირაკლი ღარიბაშვილის საძმოს წევრს. ეს მხოლოდ ერთი ფაქტი არ არის. საქართველოს ხელისუფლებისთვის უკვე სცენად იქცა, როდესაც თქვენი საქართველოს მოქალაქეების ქონების დატაცებას აქვს ადგილი. ახლა ნატა ქაჯაია მოგუყვება კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე. ამჯერად ამბავი ეხება ვანო ჩხარტეშვილს. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სიღნაღში საუკეთესო ტერიტორიები უბრალოდ ვანო ჩხარტეშვილისთვის ერთლარად მიეცა.
საქმე ეხება სიღნაღში მთაზე არსებულ საუკეთესო საკურორტო ზონას. ეს ტერიტორია ერთლარად ვანო ჩხარტიშვილს მისცეს იმიტომ, რომ იქ აეშენებინა სასტუმრო და ესაქმებინა ადამიანები, თუმცა ამდენი წელია სასტუმრო იქ უბრალოდ არ აუშენებიათ. ნატა, დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე შენთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის, როდესაც საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევაში მალავენ ბრძანებულებებს. ანუ, როგორ განკარგავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ ქონებას, ეს ამბავი არის უბრალოდ გასაიდუმლოებული და ახლა რომ მიხვიდე და შეხვიდე მაგალითად საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე, მაგალითად Gov.gz-ზე და დაიწყო ძებნა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებულებების, ეს უბრალოდ ვებგვერდზე არ დაგხვდება. ნაწილი წაშლილია, ნაწილს აღარც წვირთავენ, მალავს ინფორმაციას პრემიერ-მინისტრი, რაც დანაშაულია და თან ძალიან სერიოზული და ამის გარდა მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ კანონით ვალდებულება გააჩნია პრემიერ-მინისტრსაც და ნებისმიერ პრემიერსაც და მინისტრსაც, რომ თქვენ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდეთ, რა სახის გადაწყვეტილებებს იღებენ ისინი. იმიტომ რომ ისინი არიან თქვენს მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებსაც თქვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე ანდობთ ქვეყნის მართვას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენ ეს ადამიანები გიმალავენ მათ გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთი ფაქტი. შევდივართ ვებგვერდზე, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, ეს არის macne.gov.g. და როდესაც შევალთ ამ ვებგვერდზე, აქ უნდა დაგხვდეს, რომ გაუშვათ ძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოცემული ბრძანებულებები. საქართველოს მთავრობის აი დოკუმენტის ტექსტით რომ მოვძებნოთ მაგალითად, შეგვიძლია სომგო ჯგუფი ჩავწეროთ. კი ბატონო, სომგო ჯგუფი. ამ ბრძანებულებას არ ამოგიგდებთ. არადა მაგალითად გიორგი გახარიას შემთხვევაშიც, გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაშიც ნაწილი არის მხოლოდ მცირე ატვირთული აქ და ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაშიც ეს გადაწყვეტილებები მიღებულია. ნაწილი დოკუმენტების მაცნეზე ატვირთულია, დანარჩენები არა. მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში ხალხის ქონებას ვისაძლევენ და რა პირობებით ეს ინფორმაცია არის გასაიდუმლოებული. სხვა შორის პარლამენტის რამდენიმე წევრთან მქონდა კომუნიკაცია ოპოზიციიდან, მათ ვთხოვე, რომ ხომ არ გაქვთ წოდომა ამ ბრძანებულებებზე, როგორც დეპუტატმა გამოითხოვოთ მთავრობის გადაწყვეტილებები. პარლამენტის წევრებს არ აძლევენ ამ ინფორმაციას. მაშასე ვიწყებთ საუბარს ნატა ქაჯაიასთან, როგორ გადასცეს ერთლარად ვანო ჩხარტიშვილს, ბიძინა ივანიშვილის მეგობარ ოლიგარქს. საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ტერიტორიები. ნატა, დავიწყოთ თავიდან. რამდენი პრემიერ-მინისტრი იდგა ვანო ჩხარტიშვილის სამსახურში? ვანო ჩხარტიშვილის სამსახურში ნოდარი დგა 3 პრემიერ-მინისტრი. ისტორია იწყება 2014 წლით, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ საჩუქარი გაეკეთებინა ვანო ჩხარტიშვილისთვის და სიღნაღში საუკეთესო ადგილას, ეს არის ყველაზე მაღალი ადგილი, რომ გადაყურებს მთელს კახეთს, სიღნაღს, ალაზნის ველს. მოკლედ ძალიან კარგი ხედი იშლება ამ ტერიტორიიდან. ერთლარად საჩუქრად გადასცა ჩხარტიშვილს. თავდაპირველად ეს უნივერსიტეტის კუთვნილი ტერიტორია, ხო? უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალი მდებარეობდა ამ ადგილას, ეს ტერიტორია დაანგრიეს, ეს მშენებლობა დაანგრიეს და დაიწყო იქ სასტუმროს მშენებლობა. თავდაპირველად ამ პროექტისთვის გათვალისწინებული იყო 36 თვე, თუმცა რა თქმა უნდა, ჩხარტიშვილის კომპანიამ ვერ შეძლო, რომ ამ ბადებში ჩატეულიყო. ამის შემდეგ იცვლება ღარიბაშვილი და მოდის ახალი პრემიერ-მინისტრი, ეს არის კვირიკაშვილი, რომელიც ორჯერ უხანგრძლივებს ვადას ბატონ ვანო ჩხარტიშვილს. და რაც თავარია აწერ ჯარიმებსაც. ანუ რა ხდება? თუ თქვენ მაგალითად გადმოგცეთ სახელმწიფო რაღაც ტერიტორიას ერთლარად, იმიტომ რომ მას ინტერესი გააჩნია, რომ თქვენ იქ დახარჯოთ ბევრი ფული, ანუ ეკონომიკა გაიზარდოს ქვეყნით, ააშენოთ რაღაცა ობიექტი და საკმაოდ ადგილობრივი მოქალაქეები და თქვენ ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებთ, თქვენ ამის გამო დაგაჯარიმებენ. მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ამ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი იყო, ხო, რომელმაც დაიწყო ეს პროცესი, გიორგი კვირიკაშვილმა დადგა და ვანო ჩხარტიშვილს ეს ჯარიმები ჩამოაწერა. მაგრამ აქ უნდა ყოფილიყო ობიექტური გადამოება, ანუ მიზეზი ხო უნდა ყოფილიყო, რატომ შეიძლება ჩამოაწერო? პანდემია ამის გამო ვერ გააკეთა თუ სხვა გარემოების გამო. მაშინ რაც პანდემია იყო, 2014-ში გადასცეს, 15-16 17 დამთავრებული იყო ამ სასტუმროს მშენებლობა და უნდა ყოფილიყო ექსპლუატაციაში მიღებული, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დღეს რას ამბობს ვანო ჩხარტიშვილი ამ ყველაფერზე? ვანო ჩხარტიშვილი ჩვენს კითხვებს გაურბის ტრადიციულად, ჩვენ გვქონდა მცდელობა ჩაგვეწერა მისი მარჯვენა ხელი, მისი მთავარი ბიზნეს პარტნიორი, რომელიც მის ყველა კომპანიას განკარგავს, მივაკითხეთ მას სამსახურში, თუმცა მას დაუდასტურდა კორონავირუსი და ის არ იმყოფებოდა ობიექტზე, თუმცა ჩვენ სატელეფონო საუბარი გვქონდა ერთ-ერთ აი ამ სომგო ჯგუფის ხელმძღვანელთან და ამას ჩვენი მაყურებელი რეპორტაჟში მოისმენს.
ლევან სკამკოჩაიშვილთან და მან ძალიან საინტერესო გარემოებები გაგუმხილა ამ თემასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში მისი აზრი გაგვაცნო და აქვე უნდა აღვნიშნოს ისიც, რომ მან თქვა, რომ ახლა ივანიშვილის არის ეს ყველაფერი. ანუ სქემა იკვეთება დაახლოებით ასეთი, ნატა რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თითქოს ვანო ჩხარტიშვილს მისცა ერთლარად ტერიტორია სიღნაღში, რეალურად უკაცრავად ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ. ანუ გამოდის რომ ღარიბაშვილმა ივანიშვილს მისცა სიღნაღის საუკეთესო ტერიტორია, უბრალოდ კვალის გადამალვის მიზნით, რომ აი ბიძინას ხომ არ მისცა ღარიბაშვილმა შუარგველი გამოჩნდა ჩხარტიშვილი. ნატა, რა დახვდა ადგილზე, როდესაც ჩახვედი? აშენებულია სასტუმრო, თუმცა საბოლოოდ არ არის გაკეთებული, ძალიან კიდევ ბევრი დრო ჭირდება ამას, არადა ის ივნისში უნდა ჩაბარებოდა საბოლოო და ბოლო ვადით, ეს ბოლო ვადა სხვათა შორის ჩხარტიშვილს მისცა უკვე პრემიერმა გახარია, მაგრამ ნუ ფაქტია რომ არ შესრულდა. შეგუში კითხე გახარიეს, რა გითხრა ამ თემაზე? დუმილით პასუხობს ის. ანუ გახარია წარსულის სოდვებზე ახლა აღარ ლაპარაკობს, მათ შორის. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ნოდარის, რომ გახარია იყო აი ამ პრემიერ-მინისტრებიდან ერთადერთი, ვინც პირგასამტეხლო არ ჩამოაწერა ჩხარტიშვილის კომპანიას. ანუ ადა გადაუწია ქონება არ წაართვა, მაგრამ პირგასამტეხლო არ ჩამოაწერა. მოკლედ, ასეთი გვაქვს რეალობა ქვეყანაში, როდესაც გვაქვს შერჩევითი სამართალი და ორმაგიის სტანდარტები. აი რატო? მაგალითად, ნატა ქაჯაის რეპორტაჟში თქვენ ნახავთ ბიზნესმენების ისტორიას, რომლებსაც სახელმწიფომ ერთლარად მცირე მიწის ნაკვეთები გადასცა, მაგალითად გოდერძიზზე ან აჭარაში, იმისთვის რომ მათი განეხორციელებინათ ინვესტიცია აეშენებინათ სასტუმრო მაღაზია ან ასე შემდეგ, მაგრამ ამ ადამიანებმა ეს როდესაც ვერ გააკეთეს, მათ ქონება წაართვეს და როდესაც ვერ გააკეთეს ვანო ჩხარტიშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, მთავრობა მიიღო დადგენილება დადგენილებაზე და ყველაფერი გააკეთა, რომ სიღნაღის საუკეთესო საინვესტიციო ტერიტორია მათი საკუთრება ყოფილიყო. მიტაცებული სახელმწიფოს მოქალაქეების დატაცებული ქონება ნატა ქაჯაია მოგიყვებათ უფრო მეც. მული ხედი ალაზნის ველზე და კავკასიონზე ამ სასტუმროდან იშლება. ეს არის საუკეთესო ადგილი სიღნაღში, ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში, მთის ბორცვზე. ტყეში ჩაფლული ტერიტორია ხალხის საკუთრება იყო, მაგრამ აღარ არის. ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მეგობარს და ბიზნეს პარტნიორს ვანო ჩხარტიშვილს ერთლარად გადასცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 შენობა 35,000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით ვანო ჩხარტიშვილმა ხელში ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით ქართული ოცნების მმართველობის პირველივე წლებში ჩაიგდო. გამარჯობა. აი ხო შენდება, მაღლა რა არის? სასტუმრო. ვინ აშენებს არიცი? ივანიშვილის არის. რა შენ არის? სანამ უკვე გახსნაზე არ მოგვწორა და იმაზე ზავთი ხალხ ზოგს ჭორი უფრო ურჩევია სიმართლეს ხორცით. აბოდენ ივანიშვილის სახში მე ჩემი ოთახი გამიკეთებია რომ დასრულდება არ ვიცი მე რა ვიცი. ახლა ეძახიან არა აი სასტუმროს აშენება რომ გინდოდეთ რამდენად მოგცემენ მიწას სიღნაღში მაინტერესებს აი და ჯერ მაგდენი მქონდეს და მე ვიმსჯელები. ხო და იცით რამდენად მისცეს? აბა გითხარი. ერთლარად. ხო ჯირი გადავხდია. ზვირია ხო? 2014 წლის 4 აპრილის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით 35,000 კვადრატული მეტრი მიწა და 6 შენობა სომგო კომპანიას ღარიბაშვილმა ერთლარად გადასცა. სომგო კომპანია სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ სონატა ალიანს ეკუთვნის. მისი დირექტორი ლევან სკამკოჩაშვილია. ის ვანო ჩხარტიშვილის სხვა ბიზნესებსაც მართავს. ამიტომ რთული გამოსაცნობი არაა, რომ სეიშელის კუნძულებზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მილიარდების სამალავში რეგისტრირებული ეს ფირმაც ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნის. ჩემი. ვინ ახართ სახელი როგორი მითხარით თქვენ? გიორგი ვარ ქავთარაძე. გიორგი ქავთარაძისა, ანუ ეს 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო? ჩხარტიშვილმა გაჩუქათ თუ ბიძინა ივანიშვილმა? მე თვითონ შევიძინე ეს ყველაფერი. არავის არ უჩუქე. ერთლარად ხო? აუ. სიღნაღის მთაზე უნივერსიტეტის ტერიტორია ჩხარტიშვილმა საჩუქრად იმ პირობით მიიღო, რომ 2017 წლის 4 აპრილს აქ 50 ნომრიანი სასტუმრო იქნებოდა, სადაც 20 სიღნაღელი დასაქმდებოდა. ახლა 2021 წელია, მაგრამ სასტუმროს მშენებლობა ისევ დაუსრულებელია. მუშები გვიყვებიან, რომ ასაშენებელი ჯერ კიდევ ბევრია. ახლა გვირაბს ჭრიან და მთავარი ინფრასტრუქტურული დგარები გაყავთ. გვირაბს ვაშენებთ. ეხლა საქვაბეს ვაშენებთ. რისთვის არის ეს საჭირო? წყალი მიეწოდოს მაღლა სასტუმროს. თქვენ ადგილობრივი ხართ ბატონო თუ კომპანიის წარმომადგენელი? ხელავიდან ვარ მე.
მიდეს რომ ჩვეულებრივად მუშაობა, რა ვიცი. სხვადასხვა ისინი არის კომპანიები შემოდის და მეტალახის სხვის გასაკეთებელია, გიფსოკარდონის სხვის გასაკეთებელი არის. აბა როგორ გითხრა რა? გარეთ ფასადის სხვისი საკეთებელი არის. რა ვადაში უნდა დაასრულოთ? ჩვენ ვადა გვაქვს. სადღაც 1-6-7 თუ ვადა გვაქვს. რამდენი ხანია რაც ამ სასტუმროში მუშაობთ? მე 2 დღეა. კომპანიის წარმომადგენელი ხარ? ადგილობრივი? ხო. თუ იცით ვინ ეშენებს ამ სასტუმროს? სულიკომ დამიქირავა და სულიკოს ვინა ეგეც არის. ვანო ჩხარტიშვილმა პირობები ვერ შეასრულა. შესაბამისად ის სახელმწიფოს ჯერ უნდა დაეჯარიმებინა, შემდეგ კი ერთლარად ნაჩუქარი უნიკალური ტერიტორია ჩამოერთმია და ხალხის საკუთრებაში დაებრუნებინა. თუმცა ეს ასე არ მოხდა. შაბათის ეთერმა მოიპოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრების გამოცემული ბრძანებები, რომლითაც დგინდება, რომ ჩხარტიშვილისთვის სახელმწიფო ქონების შესანარჩუნებლად მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა. 2016 წლის 27 მაისს უკვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსცა განკარგულება და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის კომპანიას ყველა ჯარიმა ჩამოაწერა. აი დოკუმენტები. საქართველოს მთავრობის განკარგულება ნომერი 947. პუნქტი 1. ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ოლიგარქის კომპანიას სახელმწიფომ 26-ის ნაცვლად 60 თვე, ანუ 3-ის ნაცვლად 5 წელი მისცა იმისთვის, რომ ნაჩუქარ მიწაზე სიღნაღში სასტუმროს მშენებლობა დაასრულოს. პუნქტი 3. ათავისუფლებს დაკისრებული პირგასამტეხლოსგანაც. რა ინტერესი ქონდა სახელმწიფოს ჩამოეწერა ჯარიმები ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანისთვის, ანუ ხალხისთვის მოეკლო ფული და ეჩუქებინა ჩხარტიშვილისთვის. პასუხი ამ კითხვაზე მაშინ ვეჩნდება, როგორც კი იგებ, რომ ვანო ჩხარტიშვილის პარტნიორის სიღნაღში ახალი ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობის საქმეში ბიძინა ივანიშვილის თანა ინვესტირების ფონდია. სიღნაღის მთაზე, ფეშენებელურ სასტუმროში, შაბათის ეთერის ინფორმაციით საკუთარი რეზიდენცია ექნება ბიძინა ივანიშვილს. ხედით სიღნაღზე და ალაზნის ველზე. როდესაც ივანიშვილი კახეთში იქნება, მას ამ სასტუმროში თავისი მოსასვენებელი ზონა ექნება. ადგილობრივი ოპოზიცია გვიყვება, რომ ერთლარად გაყიდულ მიწაზე მშენებარე სასტუმროს მიმართ ივანიშვილს თავისი ინტერესები აქვს. ამიტომ მუშებიც კი, რომლებიც მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, ტერიტორიაზე განსაკუთრებული შემოწმების შემდეგ შეხვდათ. იმდენად გასაიდუმლებულია, მან შიგნითაც არავის არ უშვებენ სხვას უცხოს რა. ანუ მუშებიც უკვე სპეციალური სიის მიხედვით შედიან და ისე იწყებენ მუშაობას შიგნიდან. ჩვენ ან თქვენ რომ მოგინდეთ შესვლა, ესე ადვილად ვერ შეგვეცით. ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად რჩება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხის კუთვნილი 35,000 კვადრატული მიწა თავისი 6 შენობით ვანო ჩხარტიშვილს სიმბოლურ ფასად ივანიშვილის ფაქტორის გამო მისცა. პრემიერ-მინისტრს თქვენი კუთვნილი ტერიტორია, რომ პირდაპირ ივანიშვილისთვის მიეცა, ამას აჟიოტაჟი მოყვებოდა. ამიტომ ასეთი შემოვლითი გზით ოცნების ყოფილი თავმჯდომარის ბიზნეს ინტერესები ამ პროექტში ასე შენიხბეს. ეს იდენტურია იმ ერთ-ერთი შერჩევითი სამართლისა, რასაც ხედავთ, რასაც უყურებთ, რომ მხოლოდ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესმენები არიან, აქტივისტები არიან, თუ ვინა ვიცი, მათთვის ასურველი პიროვნებები ახდენენ აი ესეთი ბიზნესის წარმოებას რაიონში. ვანო ჩხარტიშვილის ოფისში შაბათის ეთერი იმის გასარკვევად მივიდა, რატომ ვერ შეასრულეს ვალდებულებები. ვეძებთ რატი ღვამბერიას, ჩხარტიშვილის მარჯვენა ხელს. უკაცრავად რატის დაუდასტურდა კორონავირუსი? ღვამბერიას? და ლევან სკამკოჩაშვილიც არ არის? ბატონო? ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის დირექტორი ლევან სკამკოჩაიშვილი გვეუბნება, რომ ახლა ამ სასტუმროს მშენებლობა მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ფონდის განკარგულებაშია. შესაბამისად, თუ მისი დროულად დასრულება ვერ მოხდება, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა თანა ინვესტირების ფონდზე გადავა. რაშაშია მაგი ვანო ჩხარტიშვილი მართემას. როდის უნდა დაგესრულებინათ სასტუმროს მშენებლობა, ბატონო ლევან? სასტუმროს მშენებლობა ხომ მიმდინარეობს?
როგორც მე თქვენი კომპანია და არიცით სასტუმროს მშენებლობა. კომპანია აღარ აშენებს, როგორ თქვენ ხართ დირექტორი სომგოს კომპანია. აღარ არის მაგთაცი. ვადებულებები გადავიდა, რამდენი ხანია. დიახ, გადავიდა ბიძინა ივანიშვილის ფონდზე. ბატონო ლევან, გესმით ჩემი ხმა? მე ხლა რუსან ვარ და დამირეკეთ მოგიანდა. ვანო ჩხარტიშვილის და ბიძინა ივანიშვილის საერთო ბიზნესი საქართველოს პრემიერ-მინისტრებს სასათბურე პირობებში აქვთ მოქცეული. ჩვენი მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ პრემიერ-მინისტრები გამოსცემენ ბრძანებებს და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ტერიტორიას სახელმწიფოს კი არ უბრუნებენ, უბრალოდ მშენებლობის დასრულების ვადას ახანგრძლივებენ. აი კიდევ ერთი ფაქტი. საქართველოს მთავრობის 2018 წლის განკარგულება ნომერი 528. მას შემდეგ, რაც ჩხარტიშვილმა და ივანიშვილმა სასტუმროს ასაშენებლად და ტერიტორიის მოსაწყობად ვერც 5 წლიანი პერიოდი იკმარეს, მთავრობამ კიდევ ერთი განკარგულება გამოსცა და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა. ამავე დოკუმენტებით დგინდება, რომ ერთლარად ხელში ჩაგდებული ტერიტორია ივანიშვილის და ჩხარტიშვილის კომპანიას არ იყოთ. ამიტომ დამატებით სახელმწიფომ მათ 23,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია ჩალის ფასად კვადრატული 12 ლარად მიყიდა. გიორგი კვირიკაშვილთან იმის გასარკვევად მივედით, ვინ დაავალა, რომ სიღნაღში ივანიშვილის ბიზნეს პროექტისთვის საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადა 2 გზის გაეხანგრძლივებინა. თუმცა ექს-პრემიერს ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს. დოკუმენტების შესწავლის შემდეგ მარტივად იკვეთება, რომ მთელი მთავრობა ერთი ბიზნესმენის სამსახურში დგას. ბრძანებებს პრემიერები იმის მიხედვით გასცემენ, თუ რა ტემპებით აშენებს ივანიშვილის კომპანია სასტუმროებს. იმისთვის, რომ მთავრობის მორჩილებაში ყოფნა ბოლომდე საიდუმლოდ დარჩეს, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია შეწყვიტა სიღნაღის სასტუმროს თემაზე გამოცემული განკარგულებების გასაჯაროვება. არადა ამას კანონი ავალდებულებს. ჩვენ მოვიპოვეთ კიდევ ერთი ამ დრომდე საიდუმლოდ შენახული დოკუმენტი, რომელიც 2020 წლით თარიღდება და რომელსაც ხელს პრემიერი გახარია აწერს. გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად, გახარიამაც ივანიშვილის კომპანიას მშენებლობის ვადა 84 თვემდე გაუხანგრძლივა. ჩხარტიშვილს და ივანიშვილს ამ სასტუმროს მშენებლობის დასასრულებლად ვადა 2021 წლის 4 აპრილს ამოეწურათ. თუმცა ვალდებულებები თავადაც ხედავთ, რომ ამ დრომდე შეუსრულებელია. ჩხარტიშვილი პრივილეგიებს ხშირად ითხოვდა, როცა თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილის და მისი გარემოცვისთვის ერთლარად მიცემული ტერიტორია ყველაზე კარგი მაგალითია, როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა ორმაგი სტანდარტებით. მაგალითად, მიწებს ან პირობიან აუქციონზე შეძენილ ტერიტორიებს ართმევენ მცირე ბიზნესმენებს, რადგან ისინი ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. თუმცა, თუ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ხარ, ეს საფრთხე არ გემუქრება. რატო არ გამოცხადდა აუქციონი? პირდაპირ ისმება კითხვა. მეორე საკითხი რომ აუქციონი რომ გამოეცხადებინათ, მაინც არ გაუჭირდებოდათ, რომ ამას გაემარჯვებინა, მაგრამ ესეც დამატებითი ფაქტორია, ანუ ერთლარად მიცემა ეგრევე ანთებს წითელ შუქს. პრივატიზაციის სფეროში ჩვენ გვაქვს კორუფციის პრობლემა და სამწუხაროა, რომ ჩვენ არ გვესმის საგამოძიებო უწყებების მხრიდან არ გვაქვს ინფორმაცია ასეთი შემთხვევები მიმდინარეობს თუ არა გამოძიება. სიღნაღში უნივერსიტეტის კუთვნილი ტერიტორიის ხელში ჩაგდების შემდეგ აქ სასტუმროსთან ერთად ვენახი უნდა გაეშენებინათ, თუმცა ბოლომდე არც ეს საქმე მიიყვანეს. რადგან ცენტრალური ხელისუფლება გვემალება სიღნაღის მერიას მივაკითხეთ. იმის გასარკვევად მივედით, დაასაკმა თუ არა ადგილობრივები ვანო ჩხარტიშვილმა და როდის დასრულდება სასტუმროს მშენებლობა. თუმცა კარი მოგვიხურეს. გამარჯობა. შეიძლება რომ გამცეთ პასუხი. კომენტარს ავაკეთებ, სულამაც დეტალები კითხვები მოგწერე. რას ნიშნავს კომენტარს არ აკეთებ? ავაკეთებ თქვენ კომენტარს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 84 თვემდე გახანგრძლივებული ვადა 4 ივნის დასრულდა. აქ 1 ჰექტარზე გაშენებული უნდა იყოს ვენახი და ღვინის ქარხანა. ვალდებულებები ამ დრომდე შესრულებული არა. სიღნაღის მთა ისევ სამშენებლო მოედნა და აქცეული. მეორედ გაპრემიერებული ღარიბაშვილი ბანო ჩხარტიშვილისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის ჯარიმების ჩამოწერაზე სავარაუდოდ ისევ ფიქრობს. ეს არის შაბათის ეთერი TV პირველზე რამდენიმე წამში ჩვენს არხზე წლის ექსკლუზივი თქვენ დღეს აქ ნახავთ. ალო? ბატონო ძინა გიგა გაწუხებთ ის. მოგიგა. რაღაც საკითხზე მინდოდა დალაპარაკე. აუ თუ ქალაქის ტელეფონზე გადმოგირეკოთ. ქალაქის არა ვარ იმაზე ადგილზე გიგა. შაბათის ეთერის ახალი სატელევიზიო სეზონი წლის ექსკლუზივით იხსნება. იქ ჩამოვა თხოცხარი. თხოცხი თვითონაც ჩამოვა მაგით. იქაპირებს გამოსვლას და დამოსვლას. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. პირველად და მხოლოდ TV პირველზე. ბიძინა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერები. სისტემიდან ყველაზე დაცული მოქალაქის საიდუმლო ფაილებმა გამოჟონა. ჩვენ ძალიან ვაპირებთ ახლა დაგებას ვაპირებთ თუ კიდევ შეგიძლია უთხრა. მაგას წამოაბანო ძალიან სულკუდებს. 8 საათზე თავად ივანიშვილისგან მოისმენთ, როგორ ტოვებდა ის საქართველოს და როგორ ემზადებოდა ოკუპანტ რუსეთში გადასაბარგებლად. მაგრამ შეთა უნდა მეგობრობა თქო პროსტო. ორები შემსუბუქება უნდა თქო და ჩვენს ხელში არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მისი გარემოცვის ჩანაწერები. ხო რომ მოსკოვში ჩახვალ თქო. უნდა რომ შეხვდე იმას თქო და აგზნობინე რომ რაღაც ის უნდა. გავიგე მიხსოვს. ჩვენ უკვე ვიცით ვინ იყო შუამავალი ივანიშვილსა და შორის. Мне надо кое-что руководителю передать. Это возможно? 8 საათზე თქვენ აქ გაიგებთ, რას ამბობს და რას ფიქრობს პუტინის რეჟიმი რეალურად ბიძინა ივანიშვილზე. Борис Григорьевич, большой приятный случай. Передайте, пожалуйста. ეს მხოლოდ ანონსია ახალი სატელევიზიო სეზონის ყველაზე რეზონანსულ ჟურნალისტურ გამოძიებას ნახავთ 8 საათზე. საქართველოს მოქალაქის მარიამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიაა, ამბავი რომელსაც დღეს ჩვენ მოუყვებით მაყურებელს. ბევრი მოქალაქისთვის და ბევრი ემიგრანტისთვის, რომელიც საქართველოდან მიდის უცხოეთში სამუშაო წასვლა და იქ ყოფნა ერთგვარი ხსნა არის. იმიტომ რომ რამდენიმე ასეული ევრო მოაგროვოს და აქ ოჯახის წევრები შიმშილით არ დაეხოცონ. როგორ არჩევენ ადამიანებს, ვინც მიყავთ საბერძნეთში და რას ეუბნებიან? თავიდან ვეუბნებიან ამ ადამიანებს, რა რისკზე მიდიან ისინი? ნოდარ, ძირითადი სამიზნეები, როგორც ჩანს, არიან ადამიანები, ვისი ოჯახებიც არიან უკიდურესი გაჭირვების ზღვარს მიღმა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ტოვებენ ქვეყანას იმისთვის, რომ ელემენტარული თანხა მოიძიონ, იმისთვის, რომ აქ დარჩენილ ოჯახებს გამოუგზავნონ. თუმცა ირკვევა, რომ კრიმინალურ სქემას, საერთაშორისო კრიმინალური სქემაა და როგორც ირკვევა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიერ აწყობილი და ამას მფარველობენ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები. რაც შეეხება ადამიანებს, ათეულობით რომელი კანონიერი ქურდების სახელი ფიგურირებს ამ ისტორიაში? საბერძნეთში ეგრეთ წოდებული ქურდების გენერლად მოხსენიებული ლაშა შუშანაშვილი, იგივე ლაშა რუსთავსკი, რომელიც სხვათა შორის იმავე ციხეში იხდის სასჯელს, სადაც ამ წუთებში საქართველოს ასობით მოქალაქე იმყოფება და მათ მრავალწლიანი სასჯელი აქვთ უკვე მისჯილი და ნაწილი კი განაჩენის მოლოდინში. მარიამ, როგორ გადიან კონტაქტზე ადამიანებთან, რომლებიც უნდა წაიყვანონ საბერძნეთში? როგორ არჩევენ? ძალიან საინტერესოა, ჩვენთვის მაგალითად ცნობილია დაახლოებით 7 ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც არის მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთიდან, რომელიც წავიდა საბერძნეთში, მათი რამდენიმე ადამიანი ციხიდან თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა რამდენიმე ამ დრომდე ციხეში იმყოფება. გაგვიჩნდა კითხვა, რატომ მიდიოდნენ მაინც ერთი კონკრეტული სოფელი. ამის შემდეგ შენ აღნიშნე, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი აუდიო ჩანაწერი. აუდიო ჩანაწერში ფიგურირებს პაატა ვერულავა, ასეთი ადამიანი, ის არის სოფელ ეკრანზეა გამოტანილი ფოტო თუ არ ვცდები, კი ბატონო. ეს ადამიანი არის სოფელ სერგიეთიდან და როდესაც ჩვენ ადგილზე ჩავედით, გავარკვიეთ, რომ მისი ახლო გარემოცვა, მისი მეზობლები არიან იქ უკვე წასული ადამიანები, თუმცა ციხეში მყოფები, მათ შორის, თუმცა
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მხოლოდ მარტვილიდან არ მიდიან ეს ადამიანები საბერძნეთში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ხვდებიან იქ ეგრეთ წოდებულ მძღოლებად საქართველოს მოქალაქეები. მარიამ, როდესაც ამ ადამიანების დაკავება ხდება, მათი უმეტესობა არ აძლევს ჩვენებას. ანუ არ უყვება ადამიანებს, რომ მათ ასაქმებდნენ, რომ საზღვარზე უნდა დახვდნენ გადაპარულ არალეგალ მიგრანტს, არა მხოლოდ საქართველოდან, მაყურებელს არ მინდა განჩნდეს, რომ მხოლოდ ქართულ მიგრანტებზე ესაუბრა, მთელი მსოფლიოდან, ვისაც სურს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა თურქეთის გავლით, ამ ადამიანებს ხვდებიან, ანთავსებენ ავტობუსებში თუ მიკროავტობუსებში. სხვა შორის ძალიან საინტერესოა ეს სქემა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ანთავსებენ მაღალი კლასის და VIP მანქანებში. შეიძლება ითქვას იმისთვის, რომ არ გახდნენ შესამჩნევები. საინტერესო სქემა არის სხვათა შორის. ამ სქემაზე რეპორტაჟი ვნახავთ და მარიამ, ჩვენებებს რატომ არ იძლევიან ეს ადამიანები, როდესაც სააკავებენ, იმიტომ რომ თუ ჩვენებებს მისცემენ, დანაშაულებრივი ჯგუფი გაიშიფრება და ამ ყოველფრის ორგანიზატორები წავლენ ბერძნული კანონები დაიჯებიან. დიახ, ჩვენებას თავიდანვე ვთქვი, რომ ისინი ამ სქემას მფარველობს გავლენიანი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი. ჩვენი ინფორმაციით ლაშა შუშანაშვილი ის იგივე ციხეში იხდის ამ დროისთვის სასჯელს, სადაც იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, სხვა შორის ეს ადამიანი ირაკლი ლომიძეც სასჯელს იხდიდა სწორედ იგივე ციხეში და სავარაუდოდ მისი სიცოცხლე შეეწირა სწორედ აი ამ სქემას და სავარაუდოდ მას უნდოდა რომ საგამოძიებო უწყებისთვის ეთქვა ყველაფერი სქემის შემქმნელებზე. თუმცა ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რასაც ჩვენ ვისმენთ, თუმცა ფაქტია, რომ ეს ადამიანი ამ ადამიანის გარდაცვალება საკმაოდ ბურუსით არის მოცული. მარიამ, და ბოლო კითხვა მექნება შენთან, ვიდრე შენი რეპორტაჟი გავა ეთერში. ისტორია არის ასეთი, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ხდებიან მსხვერპლნი კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებების, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ეს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ხდება თუ სხვაგან, მაშინ საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება დაიცვას ეს მოქალაქეები. აქვს საქართველოს სამართალდამცველ უწყებებს ამის შესახებ სავარაუდო ინფორმაცია და რატომ გრძელდება წლობით ეს პროცესი და ვერავინ ახერხებს ამის შეკავებას? ნოდარ, სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა ევროჯასტის ჩართულობით სპეცოპერაცია საბერძნეთში და დადგინდა, რომ საქართველოდან შეყვანილ ავტომობილებს გადაყავდათ მიგრანტები არალეგალურად ევროპის ტერიტორიაზე. ჩვენ როგორც გავარკვიეთ, აქ გამოძიება ჯერჯერობით დაწყებული არ არის, თუმცა ჩვენი ინფორმაციით უკვე სწორედ აქ ეძებენ ამ კრიმინალური სქემის ლიდერების და შემქმნელების კვალს უცხოელი სამართალდამცველები. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საბერძნეთში მიდიან, იმისთვის რომ ოჯახები შიმშილით არ დაეხოცონ. ემიგრაცია მათთვის თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. როგორ ექცევიან ისინი ხაფანგში და როგორ უშვებენ მათ წლობით ბერძნულ ციხეში, ისე რომ გამოსვლის პერსპექტივაც კი არ გააჩნიათ. მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ. ბერძნული ციხეები ქართველი პატიმრებით გადაივსო, მხოლოდ ნიგრიტას ყველაზე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ბოლო 3 წლის განმავლობაში ასობით ქართველი ერთი და იგივე ბრალდებით შეიყვანეს. ყველას საბერძნეთის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონო გადაყვანას ედავებიან. ნაწილს მრავალწლიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს, ნაწილი კი ბერძნული სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. შაბათის ეთერმა მოიპოვა აუდიო ჩანაწერები, საიდანაც დგინდება, რომ ეს საერთაშორისო კრიმინალური ქსელი საქართველოს მოქალაქეების შექმნილია. რა 87 წლის ოლია წოწონავაშვილის დაბრუნება საბერძნეთიდან წლებია ელოდება. მისი ერთადერთი ვაჟი მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთიდან 2 წლის წინ უკიდურესი გაჭირვების გამო საბერძნეთში წავიდა. საფეხბურთო სკოლის მძღოლს სალონიკში სატვირთო ავტომობილზე მაღალანაზღაურებადი სამსახური სავარაუდოდ მისივე თანასოფლელმა შესთავაზა. უცხო ქვეყანაში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში კი წოწონავა ბერძენმა სამართალდამცველებმა საზღვარზე დააკავეს. მაკოცა და წავიდა. ამ საღამოს ისევ დაბრუნდებიო თუ ადგილი არ უბეტონაო. ალბათ ის ყოფილა რომ თუ ვერ გადაგვიდოდა იქ დაბრუნდებოდა. გავიჟი გაგიჟი შენ ვიყერე ნერვოვიდან რა გამაგეთები. თუ ხარიბა. ბებო, იცით რა მითხარი, რამდენ ხანში გაიგეთ რომ დააკავეს? წასვლიდან რამდენ ხანში გააკავეს? რამდენ ხანში გაიგეთ და თითქმის 1 თვე. თან არ იყო ისე.
ოლიფანტე წოწონავა ახლა ქალაქ ნიგრიტას ციხის პატიმარია. მას საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალი მიგრანტების შეყვანას ედავებიან. წოწონავა იმ დროს აიყვანეს, როდესაც მიგრანტები ავტომობილით საბერძნეთის საზღვარზე გადაყავდა. მაქინაზე იზაო იყო და მე არაფერი არის არალეგალები გადაყავდა. ასე ყოფილა რაღაც არალეგალები დაკიან და მე არაფერი არის. ჩემი ფილმები აღარ განთებით იყო და ზოლი როგორ იყო, მაგრამ მაქინა ყავდა და ითოდა ბოლოა. ფარული აუდიო ჩანაწერებით ჩვენ შევძელით იმ სქემის გაშიფრვა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთის ციხეებში ხვდებიან. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები მცხოვრებლებს, ვისაც ავტომობილის სწრაფად მართვა და რთულ გზებზე მანევრირება შეუძლიათ, მიგრანტების საზღვარზე შეყვანის სანაცვლოდ მაღალ ხელფას პირდებიან. საბერძნეთში ჩასვლისთანავე VIP კატეგორიის ჯიპებს აძლევენ და უხსნიან მარშრუტს, როგორ უნდა შეიყვანონ არალეგალი მიგრანტები საბერძნეთის ტერიტორიაზე. ქართველი მძღოლები თურქეთიდან გასულ ემიგრანტებს ტყეში ხვდებიან და საბერძნეთის პირველივე ქალაქში მიჰყავთ. თუ ეს მანქანა ბერძენმა მესაზღვრეებმა შენიშნეს, მათი დევნის ოპერაცია იწყება. რაღაცა ხოდები ვიცი, ბატა, პროსტა ანუ რა მაინტერესებს იცი ძირითადად? ანუ სახეს უახსენებ ტელეფონში საერთოდ. хорошо, ბატა. ნუ გიორგის მოგმართავ მაშინ. სულ არაფერი, ის ხვდებით რაზე ვლაპარაკობ. ერთი მომწერილებ და ასე შემდეგ. დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ქართველი ლიდერი გავრცელებული ინფორმაციით პაატა ვერულავაა. შაბათის ეთერმა მოიპოვა ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც მას საბერძნეთში მძღოლად წასვლის მსურველი ერთ-ერთი პირი უკავშირდება. ვერულავამ, რომელმაც ქვეყნიდან ათობით ადამიანი უკვე გაიყვანა, ფრთხილობს და თანამოსაუბრეს, მისი სახელის ხსენებასაც კი უკრძალავს. ჩანაწერი ვერულავას კავშირს ორგანიზებულ დანაშაულთან პირდაპირ ადასტურებს. და ჩათვალო, короче, ახედა და დაიწყო ათლა. რომ ყოველ საქმეში ჩათვალე რომ მოგზევეს იმო. თუ არ გამოგეკიდებიან უკეთესია. ხო, რა თქმა უნდა, ეგ უკვე ჩემია დამოკიდებული. ახედა უნდა დაიწყო ათლა, გაიგე საქმეს რომ შენ მოგზევი, короче. იმიტომაც არის ახლა სარისკო თემები რომ უნდა გამოგეკიდო და შემდეგ გაართვა. თავი და გაიტანო ყველაფერი სწორად ეხლა სხვა გამოსავალი არის, მაშინ სხვა არის, მაგრამ მაგ ყველაფერი უნდა გაირო თქვენ ნემსის წვერში უნდა გააზრდო ყველაფერი რა. კი ბატონო, აი გასაგებია. აუდიო ჩანაწერში ვერულავა დეტალურად საუბრობს ანაზღაურების სქემაზეც. ირკვევა, რომ თურქეთის ტერიტორიიდან საბერძნეთის საზღვრამდე არალეგალი მიგრანტების გადაყვანაში ის მძღოლებს რამდენიმე ასეულ ევროს უხდის. უხდი მძღოლს 200 ევროს თვითონ სალში დამიგე? ხო. მაგრამ ეხლა არის სიტუაცია რომ ხოზო დავინახავ რომ იქ ხოზე ხარ მასი ამოვლებს ასე ვთქვათ შეასრულებს სამის დავალებას რომელიც აღდა იცვლება მაგის ხოლას ასე ვთქვათ ხოზე ხარ აგიობები რა იქიდან შეიძლება რაღაც წარმატება შევხედა მე საქმიდან გამომდინარე აკრიშკას არ გახედავ ოულის რაღაცა შენგარო შერო მოჩები საქმეს მაგალ უნდა გადააბარო მანქანა რომ უნდა აი ამერს ეხლა ყველაფერს მithვალისწინებთ რა საქმეში და იმიდან მიხედვით არის შეიძლება მოვაწერო მაგრამ პირველ ეტაპზე რაც არ უნდა მოხდეს 200-ია. შაბათის ეთერის ინფორმაციით, პაატა ვერულავას საქართველოდან მიგრანტების უკანონო გადაყვანის სქემაში ჩასართავად ადამიანები წლებია მიჰყავს, თუმცა ამ თემაზე ღიად საუბარი არავის უნდა. ერთ-ერთი ვინც ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა ზვიად გეგეჭკორია. ის შაბათის ეთერის ინფორმაციით საბერძნეთში 2019 წელს ვერულავას დახმარებით და რეკომენდაციით წავიდა. ჩასვლიდან რამდენიმე დღეში კი საბერძნეთის საზღვარზე დააკავეს. გეგეჭკორი ადასტურებს, რომ 23 თვე ციხის უმძიმეს პირობებში გაატარა, თუმცა რისთვის მოხვდა საპროვილეში, ამაზე საუბარი არ სურს. ბატონ ზვიად, თქვენ საბერძნეთში იმყოფებოდით? დიახ. დაკავებული იყავით საბერძნეთში? ხო, მე შეეშალავდი რაც ერთთან ერთად, просто იმ დღესვე დამიჭირეს, მე რო ჩავედი და რა დროის განმავლობაში იჯექით ციხეში? სადღაც 23 თვე დავჭირა. ანუ 23 თვე ციხეში იჯექით არაფრის გამო? დიახ, სასამართლოს ველოდებოდი 18. და რისთვის წახვედით? ვინმესთან გქონდათ კომუნიკაცია წინასწარ? არაფერი, არავისთან კომუნიკაცია იქ, რამე სამუშაო რომ ეპოვა. არც მძღოლობა არ შემოუთავაზებიათ თქვენთვის? არა. და საზღვარზე ადამიანების უკანონო გადაყვანა?
არა, ამასთან არც არანაირი არ მქონია მე შეხება. ბატონო ზვიად, პაატა ვერულავას თუ იცნობთ? არა, ესეც არავის არ ვიცნობ. სრულობა ვინ არის? ვერულავა თქვენს პირდაპირ ცხოვრობს და არ იცნობთ? ეგ ჩემი მეზობელია, მაგრამ მათთან კონტაქტი არ გქონიათ საბერძნეთში? არანაირი. საბერძნეთში იმყოფებოდა ზვიად გეგეჭკორის ნათესავი ვახტანგ გურგულიაც. ის 2019 წელს გავრცელებული ინფორმაციით არალეგალი მიგრანტების გადაყვანის სქემაში იყო ჩართული. 33 წლის გურგულია დევნის ოპერაციის დროს იმ დროს დაიღუპა, როდესაც მას საზღვარზე ავტომობილით მიგრანტები გადაყავდა და პოლიცია დაედევნა. ვახტანგ გურგულიას ვიცნობდი დაიღუპა საწყალე 2 წლის წინ. გარდაცვალების გარემოებები არ მოგიკითხავთ თქვენი ნათესავია ძალიან ახლო. არა, ქალბატონო, რაც ვიცი, რომ სადღაც ავარიაში დაიღუპა და არ ვიცი სხვა მაგის რა. სადღაც საქართველოში თუ საბერძნეთში? საქართველოში როგორ დაიღუპა, საბერძნეთში დაიღუპა, მაგრამ ავითარებაში და როგორ არაფერი არ ვიცი. ბერძნული ციხის ქართველი პატიმრები არც დაკითხვის დროს ამბობენ ადამიანების გვარებს, ვინც სქემას მფარველობს, რადგან როგორც ჩვენ გავარკვიეთ, სქემას ქართველი გავლენიანი კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი აკონტროლებს. ის სასჯელს ნიგრიტას ციხეში იხდის, იქ სადაც დაკავებული ქართველი მძღოლები იმყოფებიან. სავარაუდოდ სწორედ ამიტომ ბრალდებული მძღოლები ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ, რადგან მუდმივად ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. სავარაუდოდ სწორედ ამ სქემაზე საუბარ შეეწირა ირაკლი ლომიძე. საქართველოდან წასული პირი, რომელიც არალეგალი მიგრანტების საქმეზე დააკავეს და რამდენიმე თვეში საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ლომიძემ ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა, თუმცა ოჯახისთვის მისი გარდაცვალების გარემოებები ამ დრომდე უცნობია და საუბარი არ სურთ. რატომ არ წერე? ბოლომდე გარკვეული არ იქი გარდაიცვალა? სამშინაზე აღნიშნულ რაც არავინ არ მოსწოლა და ძალიან მიმდინარეობს რაღაცა პროცესები, ეს არ ვიცი ჯერ რაი. მიმდინარეობს პროცესები და რამოხდა მას კონფლიქტი ქონდა ბიზნესთან. რა საქმიანობა? ასული იყო საზღვარგარეთ სამუშაო. რაზე მუშაობდა? არა, ისე თუ იცით რა საკეთებდა? ძღოლი იყო, მანქანაზე მუშაობდა. კარგა ხმის წასული იყო და ვინ არის პაატა ვერულავა? ფაქტების გადასამოწმებლად მასთან სახლში მივედით. ადგილზე მისი დედა სონია ვერულავა დაგვხვდა. ვერულავას დედას ვკითხეთ, რა კავშირი აქვს მის შვილს არალეგალი მიგრანტების სკანდალთან და მიჰყავს თუ არა ქვეყნიდან ადამიანები უკანონო საქმიანობისთვის. ამ კითხვების დასმამ ვერულავა კიდევ უფრო გააღიზიანა. თქვენი შვილი პაატა სად არის? მიგრანტები მას გადაყავს უკანონოდ? საბერძნეთში გამოძიებაა თქვენი შვილის წინააღმდეგ დაწყებული? დიახ. ეს რაღაცა შენჯერ კამერა გამოგდი. დიახ. გამოგდი გითხარი მე. კამერა. გადასახმასწავლი გლეხი კი არა ვარ შენსავე. მე დარწმუნებული ვარ. მე გლეხი კი არა ვარ შენსავე. დიახ. თქვენი შვილი სად არის? რა შენი საქმეა? გეკითხებით და მე გეკითხებით, რა თქვენი საქმეა? ზებნა არის საბერძნეთში. რა თქვენი საქმეა? თქვენ შვილს გამონძიებელი ხარ? რასაც მინდა იმას გალბეტონ სონია, თქვენ შვილს ამ სოფლიდან ადამიანები მიყავდა საბერძნეთში? რატომ მიყავდა? რა საქმიანობს თქვენი? რა თქვენი საქმეა? ანუ არ აბანდებს თუ არა საქართველოში უკანონო საქმიანობით მოპოვებულ ფულს პაატა ვერულავა. ეს კითხვები სონია ვერულავას დავუსვით. ვერულავას დედას ვკითხეთ, საიდან აქვს 70 წლის პენსიონერს თანხა მასშტაბური პროექტისთვის. ამ კითხვა მის წყობიდან გამოიყვანა. ქალბატონო სონია, ქვათახევში რა ბიზნესი გაქვს? ამას მომიტანი, სულში თორე გაგტენი ახლა. თუ გამოვარდი, მანდ ახლა გაგიტეხა მაგთა. რატომ ხართ აგრესიული ქალბატონო? დეგენერატია თქვენი არქი და იმის. ვერულავას ბიზნეს პარტნიორი ოფიციალური ინფორმაციით ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის ნიკო ხაჩირიშვილის მეუღლეა. თამთა სუხიშვილს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს. მისი მეუღლე კი ვერ პასუხობს კითხვას, რა თანხით დაიწყო მასშტაბური პროექტი, ან საიდან გაიცნო ბიზნეს პარტნიორი პაატა ვერულავა. პაატა ვერულავას იცნობთ? პაატა ვერულავა? საერთაშორისო კრიმინალური ქსელის ლიდერების კვალს სწორედ ჩვენს ქვეყანაში ეძებენ. ხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ არ მოგვისმენია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყველაზე დაცული მოქალაქის აუდიო ფაილებმა
გამოჟონა ყველაზე დაცული უწყებიდან. რას ლაპარაკობს და ვის ელაპარაკება ბიძინა ივანიშვილი? ხო, ნამდვილად პირველი შემთხვევა, არა მხოლოდ TV პირველისთვის, არამედ ზოგადად, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რაიმე სახის ფარული ჩანაწერი ვრცელდება და ეს ჩანაწერი პირველად მოხვდა ჩვენს ხელში. რა არის ახლა ამ ჩანაწერის მთავარი სიმძაფრე? იმ დროს, როდესაც 2008 წელს საქართველოს მაშინდელი მთავრობა დაკავებული იყო იმით, რომ ათასობით საკუთარი სახლიდან გამოყრილი მოქალაქისთვის თავშესაფარი ენახა, დროებითი თავშესაფარი იმ დროისთვის და ჯერ კიდე ჭირის უფლები ვიყავით ყველანი მართლა და გძალავდით დაღუპულ ჯარისკაცებს და სამოქალაქო პირებს. ზუსტად ეს პერიოდია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ხაზზე არის მოსკოვთან და უბრალოდ მოსკოვთან კი არა, ოფიციალურ პირებთან, კრემლის წარმომადგენლებთან. საუბარია რუსეთის სრულუფლებიან ელჩზე საქართველოში, რომელიც ბოლო ელჩი იყო და ომის შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ყველაზე მძიმე რაც იყო ამ ამბავში არის ის, რომ მას თავად რა თქმა უნდა არ სჭირდებოდა მოქალაქე იყო, თქვათ იქ წასასვლელად რაიმე ოფიციალური დოკუმენტაცია, მაგრამ საკუთარი გარემოცვისთვისაც კი ვიზების გაკეთებას ცდილობს ამ დროისთვის და დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, იმიტომ რომ როგორც ჩანს მათი ურთიერთობები საკმაოდ ახლოა, გავლენები საკმაოდ დიდია და თუ სხვა ადამიანები ყოველ შემთხვევაში რუსეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო, რომელიც აგვისტოს ომის დროს წარმოადგენდა რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს საქართველოში, ბორის გრიგორიევიჩი ასე მოიხსენიებს, ხო რუსეთში ბიძინა ივანიშვილის ბორისად იცნობენ და გულთბილ მოკითხვებს გადასცემს მას. მაგრამ მაკა ჩანაწერის თარიღი მინდა უთხრა მაყურებელს, ეს არის 2008 წლის სექტემბრის ბოლო, ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ დავადგინეთ, რომ რადგანაც იქ ჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ეუბნება რუს დიპლომატს, რომ მასთან საბოლოო შეხვედრა უნდოდა, იმიტომ რომ უფროსის დანაბარები მინდა გადმოქცეო, რა დანაბარებები ამას უკვე ქვეყანასო და ორშაბათს 29-ში შევხვდეთო, თუმცა ამ რამდენიმე ფრაგმენტის განმავლობაში არის ისეთი ეპიზოდებიც, როდესაც უკვე რუსეთში წასული დიპლომატები ურეკავენ და ესაუბრებიან ივანიშვილის გარემოს. ჩანაწერებით რა დგინდება? პირველი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს დასატოვებლად ემზადებოდა და მისი მარჯვენა ხელის ჩრდილელის საშუალებით რუს დიპლომატებს ეუბნებოდა, რომ საქართველოსდან ის აპირებდა წასვლას. ანუ მიდიოდა ოკუპანტ ქვეყანაში. მეორე, ის რომ რუსეთს აძლევდა პირობას, რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს, რომ პრესის საშუალებით დაარტყავდა საქართველოს ხელისუფლებას. ის რომ ეს შეხვედრები იყო კონსპირაციული და თავად ამბობენ, რომ არ გვინდა ამ ყველაფრის გასაჯროება, ფილად საუბრობენ ტელეფონზეც კი საუბრობენ, არ გვინდა ამ ყველაფრის გასაჯროება, იმიტომ რომ მე კუდებს მოაბავენო. ზუსტად ეს ციტატა არის და შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როდესაც უკვე რუსეთის საელჩო საქართველოში დაიხურა, რუს დიპლომატები წავიდნენ და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან გააჩინეთ მჭიდრო ურთიერთობა. რა სახის ურთიერთობა? ამას ჩანაწერებში მაყურებელი მოისმენს. ის ასევე ასახელებს კონკრეტულ სახელგვარებს, მაგალითად საკუთარ დიშულს თავაზობს მანამდე ვიდრე ის მოახერხებს რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას, ის ეუბნება, რომ ამ დიპლომატებს შეუძლიათ უკვე მოსკოვში კავშირი ჰქონდეთ მის დიშულთან, რომელიც არის მისი ნდობით აღჭურვილი პირი, თუმცა რა უნდა უთხრას შმაგი კობახიძემ ამ შემთხვევაში მათ, ამაში დახმარებას თხოვს გიგა ჩtildeს ეუბნება, რომ ის ბავშვია, ჯერ შესაძლოა ზუსტად ვერ გადასცეს დანაბარები და ამიტომ ეს შეთავაზება გააკეთე, მოდი შენ. ნუ იმის იქით კი გაჩtildeლი რაზე ესაუბრა უკვე დიპლომატებს, კონკრეტული შეხვედრის თარიღი და დრო არის მითითებული ასევე. ამ შეხვედრაზე ეს ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ეს კომუნიკაცია გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შენ ცელი საერთო რეპორტაჟი სერვერზე ვხედავ, რომ უკვე მზად არის, თუმცა 17 წუთი და 22 წამი ვიდრე რეპორტაჟი ეთერში გავა, მაყურებელს მინდა უთხრა, შენ მოძებნე, რა თქმა უნდა, გიგა ჩtildeლი, რომელიც ამ ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, რა რეაქცია ჰქონდა? პირველი რეაქცია ჰქონდა ის, რომ კამერასთან არ უნდოდა საუბარი არც ერთ საკითხზე, ამიტომ კადრი არის საკმაოდ ბნელი, თუმცა თავადაც კი ხმა არის აბსოლუტურად სუფთა. მოვასმენინეთ ჩვენ მას ეს საუბრები. მან თქვა, რომ 13 წლის წინანდელია ეს და დეტალები შესაძლოა არ ახსოვდეს, თუმცა კოვალენკოსთან ნაცნობობას და მასთან კავშირს არ უარყოფს ის და მთავარი პრობლემა, რაც მას გაუჩნდა ამ საუბრის შემდეგ, არის ის, რომ ახლა მას ადასტურებს, რომ ის იყო კოვალენკოსთან მჭიდრო კავშირში. კი, ადასტურებს ამ ამბავს, ვიზა რომ უნდოდა რუსეთის საელჩოში მაგასაც ადასტურებს და მწუხს იმაზე, რომ ახლა შესაძლოა მისკენ წამოვიდეს ბრალდებები, რომ მან ჩაწერა ეს დიალოგი, იმიტომ რომ ყველას გვახსოვს, რომ 2011 წელს ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულა ბიძინა ივანიშვილმა და ისე გაუშვა საკუთარი გუნდიდან გიგა ჩtildeლი და ამბობს, რომ ამის აფუძველი ახლა ჩანაწერება 13 წლის შემდეგ გამოჟონა, ვის ჩაწერილი არის ეს ჩაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მაშინდელმა კუდმა, რომელიც მაშინ იყო ფარული მიყურადების ბერკეტი ჰქონდა ხელში. თუ ჩაწერა მაგალითად რომელიმე თანამოსაუბრე
მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცით. თუმცა იქ ჩანაწერი რაღაცა გარკვეული მოსაზრების დატოვება სტოვებს, იმიტომ რომ ერთი ხმა ძალიან კარგად ისმის და მეორე ხმა ისე რა კარგად. კარგი, მოდით ვნახოთ მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟი სერვერზე მზად არის, ვახოც მზად არის და ამ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ რა თქმა უნდა დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში, რადგან თქვენთვის ხმაურიანი რეპორტაჟების სერია დღეს ამ საღამოს გაგრძელდება. ყველაზე დაცული ადამიანის ფარულმა ფაილებმა გამოჟონვა დაიწყო. შაბათის ეთერის ინფორმაციით ახლა ღია მიმოქცევაშია ოლიგარქის საუბრის რამდენიმე ათეული ჩანაწერი. ადამიანი მოსმენების სამსახურიდან გვიხსნის, რომ ივანიშვილის სატელეფონო საუბრების ჩაწერა ფაქტობრივად შეუძლებელია. რადგან ის ეგრეთ წოდებულ VIP ლისტშია. ანუ, სახელმწიფო უსაფრთხოების მოსმენების სამსახურის სისტემაში ივანიშვილის ტელეფონის ნომერი კოდირებულია და ვერც ერთი თანამშრომელი მოსმენაზე მის ჩართვას ვერ ახერხებს. თუმცა იგივე კონფიდენტი სუსიდან გვიყვება იმასაც, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სისტემა გადაიტვირთა. VIP ნომრების სია წაიშალა და მოულოდნელად ქართული ოცნების ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის საუბარიც ჩაიწერა. ალო? ბატონინა გიგა გაწუხებთ ისე. მოგიგა. აუდიო ფაილების პაკეტი, რომელიც ჩვენს ხელში აღმოჩნდა, მძიმე მოსასმენია. ამ ჩანაწერით გინდება, რომ ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველი მოსკოვთან პირდაპირ კავშირზეა. ეშინია რუსეთის ხელისუფლების, ცდილობს არ გააბრაზოს პუტინი და ოკუპანტი ქვეყნის მმართველების მონურ მორჩილებაში იმყოფება. სელჩო იხურება და რუსი დიპლომატები ჩვენი ქვეყნიდან მიდიან. Наша страна играет заметную роль в урегулировании оставшихся. რუსეთის ელჩის პოსტი საქართველოში ამ დროს ვიაჩესლავ კოვალენკოს უკავია. ქვეყნიდან წასვლის წინ მას რამდენიმე ადამიანთან გამომშვიდობება უნდა. მათთან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობა და ვისაც კრემლის ერთგულად მიიჩნევს. საელჩო კავშირზე ბიძინა ივანიშვილის ქართულ ბანკის მაშინდელ მაღალჩინოსანთან, გიგა ჩრდილელთან გადის და ივანიშვილს გამოსამშვიდობებელ საღამოზე ეპატიჟებიან. რაღაც საკითხზე მინდოდა დავაპარაკებ. თუ ქალაქის ტელეფონზე გადმოგირეკოთ. ირაკლის ტელეფონი მინდოდა. ქალაქის არა ვარ იმაზე ადგილზე გიგა. ხო. ფაილების მოსმენის შემდეგ იკვეთება, რომ ივანიშვილს აქვს შიში, რომ მისი საუბრები შესაძლოა ვინმე მფარულად ჩაიწეროს. ამიტომ მისი უახლოესი გარემოცვა გაფრთხილებული ჰყავს, რომ მობილური ტელეფონით მნიშვნელოვან ამბებზე არ ელაპარაკო. თუმცა ეს განსაკუთრებული შემთხვევა აღმოჩნდა. ივანიშვილი ქალაქის ტელეფონთან არ იყო, ამიტომ ზარის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართულს მაშინდელი მმართველი გიგა ჩრდილელი სათქმელს მობილურზევე ეუბნება. რაღაც ზარი იყო და იზარი იყო ზარი. აი აქ. ხო. ინფორმაცია. არა, ისა თვის ბოლოს აღარ ვიქნებიო მე. ხო. ხო და დიდი მადლობა მოკითხვები ახლა როგორც. შენ დასადიკი ხوارა გეკუკან. ბატონო? სადეკვან შეხვედრა ხوار შეგიძლია შენ მაგასთან? დასარეკი მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი თუ დაუშვათ სხვა. აი ხება თუ შეხვდები. ივანიშვილი და მისი მაშინდელი მეკავშირე რუსეთის საელჩოსთან ღია ტელეფონზე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობენ. ჩანს, რომ ფრთხილობენ. პუტინის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მჭიდრო კავშირების გამჟღავნება ოლიგარქს არ უნდა. თუმცა ჩანაწერიდან მარტივად გინდება, რომ აგვისტოს ომის მიუხედავად ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან მილიარდერი ძალიან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. აქვე ისმის პირველი დავალება. გიგა ჩრდილელს ბიძინა ივანიშვილი სთხოვს რუსეთის საელჩოს მოუბოდიშოს იმისთვის, რომ გამომშვიდობებას პირადად ვერ ახერხებს. თუმცა ჰპირდება, რომ მჭიდრო ურთიერთობას მათი მოსკოვში გამგზავრების შემდეგაც შეინარჩუნებს. ხარო რომ მოსკოვში ჩახვალსკო? დიახ. მაგის ტელეფონი მიეცი? დიახ. დაგირეკავს ხო უთხარი? დიახ. მე იქ ვინც ხავსკო თავისი დიშვილი ყველაზე ახლობელი თქო? დიახ. უნდა რომ შეხვდე იმასკო და უნდა რომ რაც შეუძლია თქო აგზნობინე რომ რაღაცით ის უნდა. გავიგე, მივხვდება. აგზნობინე და ხა მამას მე უფრო გეტყვი პრეამბულას ის ახალგაზრდა ბიჭია თქო უთხარი. დიახ. რომ ბავშვია და ისე კარგად ვერ აგიხსნის თქო ემოციურად თქო უთხარი. ეს ემოციური ნაწილი მე მინდა რომ ძალიან ეს არის თქვენზე თქო და უნდა რაღაცით რომ
ორების შემსუბუქება უნდა თქო და გახულობა უნდა თქო და რაღაც. თითქმის 4 წუთიანი ჩანაწერის ყველაზე სკანდალური ნაწილი ბიძინა ივანიშვილის დაპირებაა. აგვისტოს ომის შემდეგ ერთ თვეში რუსეთის ხელისუფლებას ივანიშვილი უთვლის, რომ საქართველოს დატოვებას და ოკუპანტ ქვეყანაში გადაბარგებას აპირებს. და ამ პერიოდში თქო და ამ ეტაპზე მაგას აღწადია თქო და პირველი შემთხვევაა თქო უთხარი ხარ რაღაც წესია თქო მე დამავალ. არასდროს არავის არ იმას თქვა მაგას პრინციპები აქვს თქო რომ არავის არაფერს თავაზობს თქო. მაგრამ შეთა უნდა მეგობრობა თქო პროსტო და იმის შემდეგ აქ რაც ახვალ თქო და ესე ხდება თქო. თქო თვითონაც ჩამოამაგი თქო. იქ აპირებს გამოსვლას თქო და დამოსვლა ჯერ არის როგორ არის თქო უთხარი. ჩანაწერიდან ასევე რჩება განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი მაშინდელ ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად ჯერ კიდევ 2008 წელს ემზადებოდა. და რაც მთავარია, ამის შესახებ საქმის კურსში აყენებდა კრემლსაც. აუდიო ფაილებში ისმის ფრაზები, რომ ივანიშვილი პრესის საშუალებით მთავრობაზე დარტყმას აანონსებს. არ აკონკრეტებს ვისზე, თუმცა დიდი ალბათობით გულისხმობს სააკაშვილის ხელისუფლებას. ჩვენ ძალიან ვაპირებთ ახლა დაგებას ვაპირებთ თუ პირდაპირ შეგიძლია უთხრა. ჩვენ პრესაში გამოსვლას ვაპირებთ და რაღაცებს თქო და მაგას სამოაბანო ძალიან ცუდ კვდებს. ამას სამოაბი ამ ფინანსური მას თქვენ გაიგებთ ალბათ რომ აქ ჩვენ სკანდალისად ახლა ვაპირებთ უკვე მაგასაც. გასაგები. ბიძინა ივანიშვილისა და მისი ყოფილი მარჯვენა ხელის გიგა ჩრდილელის აუდიო ჩანაწერიდან დგინდება, რომ ქართული ოცნების ლიდერს რუსეთის ელჩთან და საელჩოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა ომამდე და ომის შემდეგაც მუდმივად ჰქონდა. ჩრდილელთან საუბრისას ივანიშვილი რუსეთის ელჩთან მიმართებაში იყენებს ფრაზას ბევრ რამეს შევაცვლევინებდი, რაც ადასტურებს იმას, რომ ოლიგარქი განსაკუთრებული გავლენებით სარგებლობდა. ამას გარდა ივანიშვილი ამავე საუბარში 2008 წლის ომს სისულელედ მოიხსენიებს. მათგაი ადამიანია სხვა შორის და მაგი რო ადრე ჩამოსულიყო. ადრე ურთიერთობა ბევრ რაღაცებს შევაცვლევინებდი და სისულელები არ მოხდებოდა რა ბევრი რა. ჩანაწერში ივანიშვილი ორჯერ მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს. თუმცა ვიდრე მოსკოვში არ გადაბარგდება, არ უნდა რომ ამის შესახებ ვინმემ გაიგოს. რომ მისი და პუტინის მჭიდრო კავშირები მანამდე გამოაშკარავდეს, ვიდრე საქართველოს არ დატოვებს. ხო არ არისო საჭირო რომ პირადად დავემშვიდობო თუ ხერხული არის. იქ ჩამოვა თქო უცხარი. იქ ჩამოვა. თუ კარგი იქნებოდა მოხერხებული და გაუგებრობა იქნება ახლა ეს ყველაფერი თუ უცხარი და მაგარი შარი აიგიდოს ხო მაგაზე თქო და მაგას კუც გამოაბავენ თქო უცხარი ისედაც არ არის კაი დამოკიდებულება თქო უცხარი და ახლა გართულდა თქო და შენ შეგიძლია უთხრა იმაზე უკვე აი რაღაც მიწაზე რომ მოხდა მან ხო იცი საქმესულში ხარ შენ ხო? კი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი და მისი თანამოსაუბრე ძალიან ფრთხილობენ და მინიშნებებით საუბრობენ, დიალოგის პირველი ნაწილი მაინც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. რუსეთის წარმომადგენელს საქართველოში, რომელიც იძულებულია ომის შემდეგ ქვეყანა დატოვოს, ბიძინა ივანიშვილი პატრონობას პირდება და საქმიანი წინადადებებით შეხვედრას უკვე მოსკოვში უანონსებს. და მithumedes მიდიხარ არის სასამსახური იქნება როგორი იქნება თქო და ერთადერთად შემიძლია მე მინდა შევთავაზო მოსკოვიდან თქო უთხარი ესეთი რაღაც იქნება და ახლობებით თქო არ გაიგვიდეს. გასაგები. ხო. იმიტომ რომ დამოკიდებულება აღარ გვექნება, ეხლა არის იოლი თქო. მანამ იყავით თქო რთული იყო თქო ესა თქო და აქედან რომ მიდიხარ ეხლა მარტივია მაგის შემოთავაზება თქო და არ გაგიგვიდეს თქო უთხარი ბავშვისგან თქო. ის ვერ აგიხსნის ესე კარგად თქო და შენ მიაგზავნებინე. გავიგე. ახლა აღარ იქნება მithumedes იმიტომ რომ აღარ იქნები თქო, ხოლო თქო, აქ ყოფნის შემთხვევაში არ იქნებოდა შეიძლება. გავიგე. გიგა ჩრდილელი მილიარდერის დავალებების შესრულებას მალევე იწყებს. ის რუსეთის საელჩოს წარმომადგენელთან კავშირზე გადის და როგორც ივანიშვილმა დაავალა, შეხვედრას საელჩოს ოფიციალურ პირებთან ათანხმებს. Для этого еще вот открывается, можем вместе сходить в час дня. Сходим вместе? Готово? Да, они торжественно открывают. Ну если пригласят. Они так, как бы своих. Хорошо, я провентилирую этот вопрос и вам позвоню. Хорошо. Есть. კიდევ ერთი დამოუკიდებელი აუდიო ფაილიდან ირკვევა, რომ გიგა ჩრდილელი საქართველოში რუსეთის ელჩსაც შეხვდა და ივანიშვილის დანაბარები გადასცა. რადგან ვინმე საშა საელჩოდან ჩრდილელს პირადად ურეკავს და ეუბნება, რომ ქართულ ბანკის ხელმძღვანელისა და მისი უფროსის შეხვედრის შესახებ информирებულია. Алло, Батон Георгий? Да, Саш, как дела? Да ничего, потихоньку. Я так понял, вы с руководителем уже встречались в курсе, да, что отъезжаем? Да.
Вот. Я просто хотел сказать спасибо за знакомство, за общение. Я тогда потом, как договаривались, из России скину тогда свои контакты. საუბრის შინაარსიდან გამომდინარე ადვილია თარიღის დადგენაც. აუდიო ფაილები 2008 წლის სექტემბრის ბოლო კვირას არის შექმნილი. დიპლომატი ოლიგარქის მარჯვენა ხელს ეუბნება, რომ სამშაბათს ქვეყანა უნდა დატოვონ. ამიტომ მათი ბოლო შეხვედრა საქართველოში ორ შაბათს უნდა შედგეს. ჩვენ ფაქტები 2008 წლის კალენდარზე გადავამოწმეთ. მოვლენები და ჩანაწერში გაჟღერებული ამბები ერთმანეთს ემთხვევა. რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ საქართველოს 2008 წლის 30 სექტემბერს დატოვა. ეს სამშაბათი დღე იყო. ვიდრე კოვალენკო თბილისიდან გაფრინდებოდა, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი მასთან კიდევ ერთ აუდიენციას და დამატებითი ამბის გადაცემას ითხოვს. Единственное, что я могу, потому что то, что осталось от посольства, там это... Да, я знаю. Я знаю, мы так собирались все делать, просто я знаю, что там насчет приглашения там какие-то процедуры, чтобы ускорить как бы эту процедуру как-то. Я ускорю, вот главное вот сделать вот это приглашение, какой-нибудь инспектор там. Обязательно, вот максимум послезавтра. ეს აბარებდა ბიძინა ივანიშვილი პუტინის ხელისუფლების წარმომადგენელთან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. და რისთვის მიდიოდა მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომიდან ზუსტად ერთ თვეში. კითხვების სკანდალური აუდიო ჩანაწერის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს გიგა ჩრდილელს დაუსვით. ქართულს ყოფილი მმართველი საუბრის გაგრძელებაზე მხოლოდ კამერის გარეშე დაგვთანხმდა. გიგა ჩრდილელს მისივე საუბრის ჩანაწერები მოვასმენინეთ და ვთხოვეთ გაეხსენებინა, რა შეთანხმებებს შუამავლობდა ის ოლიგარქსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. არ ვიცი, ახლა როგორ გითხრათ, ახლა მე გუში რავჭავ ის არ მახსოვს, ახლა მე საუბრები თქვენ რაღაცა 9 წელს რა იყო. ან კოვალენკოს იცნობთ? კარგი. ვიცნობდი. იცნობდით, ანუ მასთან სატელეფონო საუბარი ქონიათ? სატელეფონო საუბარი არ მახსოვს, ნახე ყავს. ეს ნიკოლაი ნიკოლაევიჩი ვინ არის? არ ვიცი ვინ არის, საელჩოს თანამშრომელი თუ ამეთქი მითხარით. და აი რა სახის ურთიერთობა ქონდათ საელჩოსთან? აი რას გავალებდათ ბატონი ბიძინა, რა საუბარია ეს? აბსოლუტურად არის. მოსკოვში წასვლას ვაპირებდა შეხვდიო. არა, მოსკოვში მე თვითონ არ ყოფილვარ. 2008 წელს. თქვენზე არ არის საუბარი, მე ვაპირებო ჩასვლასო. შმაგი კობახიძესო შეხვდნენო იქო და ელაპარაკონო, ის მოუყვება ყველაფერსო. ხო, არ ვიცი, ვერ გეტყვით რა, მაშინ დაელაპარაკეთ შმაგის, ან გითხრეთ ბიძინას. წარსულში ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ახლა უჭირს დაადასტუროს ან უარყოს საკუთარი საუბრების ავთენტურობა. თუმცა მისივე შიშები ცხადყოფს, რომ ჩვენს ხელში აღმოჩენილი ფარული აუდიო მასალები ნამდვილია. ეს სანაწერები გამოჩნდება, წარმოიდგინო, შესაძლოა ჩვენ თქვენზე იყოს? რა თქმა უნდა, მე ველაპარაკებოდი თურმე ვიღაც ნიკოლაის ბიძინას და ვიწერდი ამ ლაპარაკს. თქვენ რო იყოთ ის ადგილზე ასე ანუ ნამდვილია ეს ჩანაწერები. შინაარსი არის ის, რომ მე ან ვიწერდი, ან ამონტაჟებდი, ან რაღაცა და დღეს აი აბატონ. ხო გეუბნებოდი, რომ ეგ ნაციონალების აგენტია და აგენტ ჩემთან ლაპარაკს იწერდა და ნიკოლაისთან თუ არ ვიცი ისთან ვიღაცებთან რაღაცა იწერდა. გიორგი ჩრდილელი 2011 წელს ბიძინა ივანიშვილისგან მართლაც სკანდალით წამოვიდა. ოლიგარქმა მის ერთგულებაში ეჭვი შეიტანა და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან ფარულ კავშირში დაადანაშაულა. თუმცა მანამდე გიგა ჩრდილელი იყო პირი, რომელსაც მთავარ მეკავშირესთან კრემლთან კომუნიკაციას ანტობდა. Алло. Георгий? Да. Здравствуйте, это Коваленко Вячеслав Евгеньевич, приветствую вас. Как поживаете? Здравствуй, дорогой. Как поживаете? Как ваши дела? Как здоровье? Да ничего, слава богу, все нормально. Скучаю по Тбилиси. ეს ჩანაწერის კიდევ ერთი სკანდალური ნაწილია. აქ საქართველოსთან უკვე წასული რუსეთის ელჩი ქართულ ბანკის პრეზიდენტს თხოვს გულთბილი მოკითხვა გადასცეს ბიძინა ივანიშვილს. ბორის გრიგორიევიჩი სწორედ ივანიშვილი იგულისხმება, რადგან русეთში მას ბორისად იცნობენ. Борис Григорьевич, большой приятный случай, передайте, пожалуйста. Обязательно. И очень с большим уважением отношусь к нему. Обязательно, Вячеслав Евгеньевич. Спасибо вам огромное и надеюсь увидеться скоро. Я надеюсь тоже. Спасибо вам. Спасибо. Хорошо. До свидания, дорогой. Всего доброго. Спасибо.
აუდიო ფაილიდან ირკვევა, რომ კოვალინკომ ივანიშვილის მარჯვენა ხელს მას შემდეგ დაურეკა, რაც საქართველოსთან გაძევებულ რუს დიპლომატს ამ უკანასკნელმა რუსეთის ვიზა სთხოვა. ეს ის პერიოდია, როცა რუსეთის საელჩო ოკუპირებულ და ნაომარ ქვეყანაში დახურულია და ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის არ გაიცემა. თუმცა კოვალინკო ივანიშვილის გარემოცვას საკუთარი გავლენების გამოყენებით გამონაკლისის დაშვებას პირდება. Да, Георгий, добрый день, это Саша беспокоит. Да, Саша. У меня мобильный просто сломался, наверное. Да, да. Георгий, завтра нормально будет в 10:30? Да, пожалуйста, конечно. Все, тогда в 10:30 завтра, да? Да, договорились, спасибо. Спасибо. რაზე ისაუბრეს და რა შეთანხმებას მიაღწიეს ამ შეხვედრაზე ბუნებრივია არ ვიცით. არც იმას გეტყვის ვინმე კიდევ რა სახის გამონაკლისები დაიშვებოდა რუსეთში გამდიდრებული ივანიშვილისთვის. ფაქტი არის ერთი. ოლიგარქისა და კრემლის თანამშრომლობა არც საომარი ვითარების დროს შეწყვეტილა. და ეს ყველაფერი როგორც ჩანს დღემდე გრძელდება. შემდეგ მათთვის პირველი სტიმული და დაწინაურებაა, როდესაც რომელიმე ქვეყანაში მისიაში გაუშვებენ, რომ მათ შეასრულონ მოვალეობა და მათ ის ცოდნა, რაც მიიღეს, ქვეყანას მოახმარონ. თუმცა ახლა ირკვევა, რომ დავით ზალკალიანი პარტიის დავალებით ერთი მეორის მიყოლებით საელჩოებში ნიშნავს ადამიანებს, რომლებსაც დიპლომატიასთან გვერდზეც კი არ ჩაუვლიათ. ეკო მაგრაძე გვერდდება ახლა ამ თემით ჩვენს ახალ სტუდიაში. საღამომშვიდობის ეკო. კეთილი იყოს ჩემი ფეხი უკვე ამ ნაწილში. კეთილი იყოს ჩემი ფეხი უნდა მეთქვა, იმიტომ რომ პირველი შენ გაიყვანე ამ სტუდიიდან ეთერი. ეკო, ძალიან სერიოზული პრობლემაა და გულდაწყვეტილი და აღშფოთებული დიპლომატების მიმოწერა არ წყდება ჩვენთან. იმ ადამიანების, რომლებსაც მთელი ცხოვრება შეალიეს, კარიერული დიპლომატები არიან, იმას რომ ქვეყნის დიპლომატიური სამსახური ჩამოყალიბებულიყო. ახლა ამ ადამიანებს უცხოეთიდან მოყავთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რაღაც სიმბოლურ თანამდებობებზე ნიშნავენ და მისიებში უშვებენ ვის? მისიებში უშვებენ ქართული ოცნების წარმომადგენლების ოჯახის წევრებს ან მათთან ძალიან მჭიდრო კავშირში მყოფ ადამიანებს. მოკლედ რომ გითხრათ, ნოდარა ქართულმა ოცნებამ საელჩოები საზღვარგარეთ აქცია ფაქტობრივად დასაქმების ბიუროდ ნიშნებიან ადამიანები დესპანებად, რომლებსაც არანაირი გამოცდილება დიპლომატიური არ გააჩნიათ. ჩვენს რეპორტაჟში მაყურებელი ნახავს, რომ რამდენიმე უბრალოდ ბიზნესიდან არის გადაბარგებული ახლა უკვე დიპლომატიურ სამსახურში და ჩდება კითხვა, რა უნდა გააკეთოთ მათ საქართველოს საკეთილდღეოდ საერთაშორისო ასპარეზზე. შენ საუბრობდი შესავალში, რომ საქართველოს იმიჯი ახლა ყველაზე მეტად არის დაზიანებული, დაზარალებული. ახლა ყველაზე ძალიან გვჭირდება სწორედ ძალიან პროფესიული კადრები საელჩოებში იმისთვის, რომ მათ იმუშაონ რაც შეიძლება სწორად და მიზანმიმართულად, რომ ეკო იმ კატასტროფული მდგომარეობის შემდეგ, რომელიც არის ქვეყნის სასამართლო სისტემაში შექმნილი. ანუ ინვესტორი პოტენციურად ვინც უნდა ჩამოვიდეს, ჩამოიტანოს თავის მილიონები, ჩადოს საქართველოში, აკეთოს ბიზნესი, აქ ადამიანები დასაქმდნენ, ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს, ხალხი მშიერი აღარ იყოს, ამას უნდა აკეთებდნენ დიპლომატები, რომ შეხვდნენ და უსაბუთონ ადამიანებს საქართველოს შესახებ ელაპარაკონ და მოიზიდონ, თუმცა გამოცდილი კადრები ეს ერთი მიმართულებაა. არიან თბილისში და იქ უშვებენ სრულიად გამოუცდელ ადამიანებს. მე მინდა წაგიკითხო სხვათა შორის გაიგეს ალბათ ადამიანებმა, რომ ჩვენ ვამზადებდით ამ თემაზე რეპორტაჟს. ერთ-ერთმა მომწერა წყარომ სახელს დაგვარს ვერ დავასახელებ, ცხადია, რომ თამარ ბერუჩაშვილი გვახსოვს ყველას ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, შემდეგ ის იყო ელჩი დიდ ბრიტანეთში. მას შემდეგ რაც ის მოხსნეს ელჩის თანამდებობიდან, იმისთვის რომ მის შვილს ლონდონში სწავლა დაესრულებინა და დედამისის ყოფილიყო მის გვერდით, ამისთვის იყო საჭირო 1 წელი და მხოლოდ 1 წლით თამარ ბერუჩაშვილი დანიშნეს ლონდონში საზღვაო ორგანიზაციის მუდმივ წარმომადგენლობაში. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის მის შვილთან ერთად ყოფილიყო იმ 1 წლის განმავლობაში, რაც ჰქონდა დასასრულებელი, მოკლედ ეს პერიოდი სწავლისთვის ჭირდებოდა. ხელისუფლებას თამარ ბერუჩაშვილის ვალი ჰქონდა, გვახსოვს ჩვენ, როდესაც ის დემარში წავიდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მაია ფანჯიკიძესთან ერთად გადადგა თანამდებობიდან, მაშინ თქვა, რომ ქვეყნის კურსი იცვლებაო და შემდეგ მოულოდნელად მიბრუნდა იმ უწყებაში, ცოტა გაურგებელი იყო. დიპლომატები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ამ მიმართულებით. ქართულმა ოცნებამ რომ საგარეო კურსს გადაუხედა, კითხვის ნიშნები ბევრი გაჩნდა ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, ეს ფაქტებიც კი მას ემეტყველებს, რომ მათთვის მთავარი ამოცანა არ არის, რომ საელჩოებში და დიპლომატიურ მისიებში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენდნენ პროფესიონალი კადრები, რომლებიც სწორად გაიტანენ
იმ საჭირ ბოროტო საკითხებს, რომლებიც დგას ახლა ქვეყნის წინაშე და მთავარი გამოწვევებია და რა შედეგსაც ვიღებთ, ყველა კარგად ხედავთ. პრინციპში ნახეთ როგორი მომენტია, როდესაც დანიშნები ბევრი იყო, მაგალითად საქართველოს წარმომადგენლად ევროკავშირსა და ბელგიაში ცოტა ხნის წინ დანიშნეს ვატო მახარობლიშვილი, კითხვა არავის არ გასჩენია, იმიტომ რომ ვატო მახარობლიშვილი არის კარიერული დიპლომატი, მიუხედავად მისი ძმისთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალისა, გვახსოვს ჩვენ, როდესაც იყო მთელი დიდი სკანდალი ამ თემასთან დაკავშირებით. ეს გავიგე, მაგრამ ის არის გამოცდილი კადრი, მთელი ცხოვრება საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ბუნებრივი არის რომ დანიშნავდნენ მაღალ თანამდებობაზე საელჩოში, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც საგარეოში ერთი დღე არ უმუშავია. ჩდება კითხვა, მაგალითად, რა უნდა გააკეთოს დავით საგანელიძის ძმისშვილმა ლონდონში დესპანად. ან მამა გიორგი ზვიადაძის ვაჟმა. ან ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ცოტნე ზურაბიანმა. აი ეს ადამიანები, აი ეს ორი რაც ჩამოთვალე, ანუ ბიზნეს საქმიანობას ეწევიან მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მათ დაიწყეს ესე ვთქვათ, რაღაცა ზრდასრულ ასაკში რაღაც საქმიანობას მოკიდეს ხელი. ანუ ჩდება სწორედ ლოგიკური კითხვა, რომ როგორ უნდა გაატარონ მათ სახელმწიფო ინტერესები საერთაშორისო პარტნიორების თვალში და აი ის იმიჯი, რაზეც სანამ ისინი ისწავლიან მათი მისიის 4 წელიც ამოიწურება. მოკლედ, ეკო მაღრაძის რეპორტაჟში თქვენ ნახავთ, რომ დაახლოებით იმ პერიოდს უბრუნდება საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც იყო ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, როდესაც მაშინ ხელისუფლებას უნდა ვინმესთვის პატივი ეცა, მისი ოჯახის წევრს საელჩოში უშვებდა. რატომ უშვებდნენ საელჩოებში? იმიტომ რომ ცხოვრება, ჭამა, გადაადგილება, ყველა ხარჯი რაც გაქვს გიხდის ბიუჯეტი, ცხოვრობ მაგალითად ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის დედაქალაქში და გაქვს 4 წლით გარანტია, რომ შენ გექნება უზრუნველი ცხოვრება ევროპაში. მოკლედ, ეკო მაღრაძე მოგიყვებათ, როგორ ანგრევენ ქართულ დიპლომატიას. ლონდონი, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი. მსოფლიოს საოცნებო ადგილას საცხოვრებლად ქართული ოცნების ყოფილი ლიდერის დავით საგანელიძის ძმისშვილს უშვებენ. არანაირი დიპლომატიური გამოცდილების არ მქონე საგანელიძეს პირველების ინფორმაციით დესპანის თანამდებობა ელოდება. დიპლომატიურ სამსახურში გამოცდილება გააქვთ რამე მანამდე? მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვარ ბიზნესში და კომერციაში. აი ეს არის მეგონა ყველა და ანაშენი რასაც მეკითხებით, იმას არ ვიცი პასუხი მე თვითონაც. რომელიც ვიცოდე, უნდა კითხოთ მაინც საგარეო საქმეთა სამინისტროს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატები გვეუბნებიან, რომ მინისტრ დავით ზალკალიანის გადაწყვეტილებებით შოკში არიან. ერთი ხელის მოსმით ვაკანტურ თანამდებობებზე ზალკალიანმა ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დანიშნა. აი ასე, ვისაც მსოფლიოს საოცნებო ქალაქებში ცხოვრება უნდა და მათი ქართული ოცნება ასრულდა. რა ნიშნით შეირჩნენ ისინი დაკავებულ პოზიციებზე? მხოლოდ მათი პროფესიონალური. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ინფორმაციის გაჟონვა სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. საქართველოს პირველმა დიპლომატმა გააკეთა ის, რაც პარტიამ უთხრა. ამის გამო თანამშრომლების დიდი უკმაყოფილება დაიმსახურა. ახლა მინისტრმა აღარ იცის რა უნდა ქნას, როგორ ჩაახშოს დიდი ვნებათა ღელვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათ არ უმუშავიათ აქამდე მსგავს სამსახურში. დიპლომატიურ სამსახურში არსებობს როგორც დიპლომატიური დანიშნულება, ისევე პოლიტიკური. ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრის დავით საგანელიძის ძმისშვილი ბაჩო საგანელიძე დიდ ბრიტანეთში საქართველოს დესპანად მაშინ დაინიშნა, როდესაც ქართული ოცნებიდან ჯერ დემარში წასულმა და შემდეგ უკან დაბრუნებულმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ საელჩოში საკადრო ოპტიმიზაცია გამოაცხადა. ქაცარავამ დიპლომატების შემცირება დაიწყო. პოსტიდან გაუშვა გიორგი ფანიაშვილი, საქართველოს საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 15 წელი დიპლომატიურ სამსახურში გაატარა. მე დავწერე რამდენიმე საინფორმაციო ანალიტიკური აბსოლუტურად აპოლიტიკური სტატია, რასაც მოჰყვა უკვე სამინისტროს უკმაყოფილება. ეს გამოხატა სამინისტროს სახელით, ასე ვთქვათ, ელჩმა. დიდი უკმაყოფილება. უცხოეთში წლების განმავლობაში ნამუშევარი გამოცდილი კადრები თბილისში ყავთ გაჩერებულები, ეგრეთ წოდებულ რეზერვში. საელჩოებში კი მათ ადგილებს მმართველი პარტიის წევრები ან მათი ნათესავები იკავებენ.
საქართველოს დესპანის პოსტი პორტუგალიაში ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს ცოტნე ზურაბიანს ერგო. ის პირდაპირ მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნეს, ისე რომ არც ერთი დღე, არც საგარეო საქმეთა სამინისტროში და არც რომელიმე საელჩოში არ უმუშავია. საქართველოს ელჩს პორტუგალიაში შაბათის ეთერმა კითხა, რა დამსახურებისთვის მიიღო ეს თანამდებობა ცოტნე ზურაბიანმა. განათლება, პიროვნული თვისებები, ბევრი რაღაცა ახლა. თუ არ იყო აუცილებელი დავუშვათ რაღაც სიტუაციაში დიპლომატიური გამოცდილების ქონა. ბატონ დესპანი როცა არის, ბატონ გიორგი, დიპლომატიური გამოცდილება არ არის საჭირო? ეგრე ისე რა ხია, სხვადასხვა უცხოებში, სხვადასხვა თანამდებობებზე გავიგე, მაგრამ საგარეო მიმართულება როცა აბარი ადამიანს, ანუ არ არის საჭირო რო ქონდეს. ხო, აქვს ბატონ ცოტნეს შესაბამისი განათლება მიღებული უმაღლესი, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ დიპლომატიურ თანამდებობაზე იმუშაოს. ქართულ ოცნებაში მოდად იქცა, თუ პარტიის ლიდერებს ვინმესთვის პატივისცემა უნდათ, ან ვინმეზე გავლენის მოპოვება. მისი ოჯახის წევრს უცხოეთში სამუშაოდ უშვებენ. ახლა საელჩოებში გარანტირებული პოსტების მიღებაზე ნამდვილი ნადირობის სეზონია გამოცხადებული. მაგალითად, პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს სრულად უნაზღაურებენ ყველა ხარჯს. აი ერთ-ერთი ბოლო ქვითარი. სუპერმარკეტების ქსელ აშანში 51 ევროდ ნაყიდი ყავა, შაქარი და ჩაის ფულიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხადეს. მანქანის შეკეთებისთვის 429 ევროც თქვენი ჯიბიდან გავიდა. 78 ევროდ ერთ-ერთი დიპლომატის სადილის ფულით საქართველოს მოქალაქეებმა გადაიხადეს. ეს ზღვაში წვეთია მხოლოდ შარშან გაფორმებული ხელშეკრულებების. საგარეო საქმეთა მინისტრს ვკითხეთ, რატომ ტოვებს საელჩოების მიღმა გამოცდილ კადრებს და რატომ უშვებს დიპლომატიურ სამსახურში სრულიად გამოუცდელ ადამიანებს. არსებობს როგორც დიპლომატიური დანიშნულება, ისე პოლიტიკური. ეს მიღებული პრაქტიკა. დიპლომატიურ სამსახურში არ უმუშავიათ მათ და ეხება ეს მათ ოჯახური ინტერესებს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჩვენ მოგვაწოდეს უკვე დანიშნული ან ჯერ კიდევ დანიშნვის სტადიაზე მყოფი იმ ადამიანების სია, ვისაც არანაირი გამოცდილება არ აქვს და უცხოეთში მხოლოდ იმის გამო დანიშნეს, რომ ქართულ ოცნებას მათი ვალი ჰქონდა. უნგრეთში საქართველოს დესპანად ინიშნება მართლმადიდებლური ეკლესიის პროტოპრესვიტერის მამა გიორგი ზვიადაძის ვაჟი. მამა გიორგი ზვიადაძე არის ტაძარში. ისე აქ მსახურობს, ხო? ეხლა დღეს არ არის? სიონის ტაძარში არ დაგვდა, ამიტომ მამა გიორგი ზვიადაძეს ტელეფონით დავურეკეთ და ვკითხეთ. სთხოვა თუ არა მან საქართველოს მთავრობას შვილის დიპლომატიურ მისიაში გაშვება. უდიდეს პატივს საქართველოს პრეზიდენტ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უდიდესი პატივისცემა მაქვს ყველა მათგანის მიმართ და არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებენ ისინი იმას დაუშვათ, რომ რაღაც დაუშვათ შენ თუნდაც ჩემი ხათვით ჩემს შვილს რაიმე თანამდებობა შეთავაზონ და დანიშნონ დიპლომატიური განხრით რაიმე თანამდებობას. მაღალი რანგის სასულიერო პირის ვაჟი ბიზნესმენია. ფლობს კავშირგაბმულობის კომპანია Global Sales და არასდროს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ქონია. თუმცა საქართველოს საპატრიარქოს პროტოპრესვიტერი გვიმტკიცებს, რომ მისმა შვილმა გამოცდები ჩააბარა და ასე შეარჩიეს დიპლომატიურ სამსახურში. ჩემმა შვილმა უკვე რამდენიმე გამოცდები ჩააბარა, როგორც ვიცი, სამინისტროში რაღაც გადაწყვეტა, რომ დიპლომატიური სამსახური დაიწყო. იმისთვის, რომ დიპლომატიურ მისიაში იმუშაო, მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნა არ გმარა. უცხო ქვეყანაში საქართველოს ინტერესების წარმოსადგენად პირველ რიგში გამოცდილება საჭირო. ოკუპირებული ქვეყნის დიპლომატობა ნიშნავს დღეს და ღამის გათენებას იმისთვის, რომ ოკუპანტ რუსეთზე მეგობარ ქვეყნებს მეტი უთხრა. თუმცა ირკვევა, რომ ახლა ქართული ოცნების ხელისუფლებამ პრიორიტეტები გადაალაგა და მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ კეთილგანწყობის მოპოვებაა. მამა გიორგი ზვიადაძის ვაჟს ვკითხეთ, იყო თუ არა პროტოპრესვიტერი მამის ფაქტორი გადამწყვეტი, რომ ის თანამდებობაზე დაენიშნათ.
საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. ქვეყანა საერთაშორისო დღის წესრიგიდან უბრალოდ ამოვარდა. ოკუპირებულ რეგიონებზე და 9 მილიონ დევნილზე თითქმის აღარავინ ლაპარაკობს. საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკაში ბათუ ქუთელია გვიყვება, რომ ეს სწორედ გამოუცდელი ადამიანების დიპლომატიურ მისიებში გაგზავნის დამსახურებაა. ეს არის ერთ-ერთი გამსაზღვრელი. ბევრი სხვა ფაქტორები, იგივე სასამართლოს მიტაცება, ძალოვანი უწყებების პარტიისთვის გამოყენება და დიპლომატიისაც, მაგრამ ჯამში კუმულატიური ეფექტი სახელმწიფოს მიტაცების არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო არენაზე, როგორც იმედის მომცემ წარმატებულ დემოკრატიულ ქვეყანად აღარ მოიხსენებ და პირიქით, უკვე ღიად საუბრობენ, რომ ჩვენ გადავუხვიეთ კურსს და კურსის გადახვევა აი ბევრი კომპონენტებისგან შედგებოდა და ერთ-ერთი იყო სწორედ დიპლომატიური სამსახურის მიზანმიმართული დეგრადაცია და პარტიულ დღის წესრიგზე დამორჩილება. ნაცნობობით ელჩებად დანიშნვის პრაქტიკა ქართულმა ოცნებამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ერთ-ერთი პირველი თამარ ლილუაშვილი იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ახლო ნათესავი. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ ნიშნით მოხვდა ლილუაშვილი ბულგარეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე. მაშასე ეს არის შაბათის მოკლედ, შენ მოიპოვე ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რამის მთელი ჩვენი გუნდი იყო ამ პროცესში ჩართული, რომ მოგვეპოვებინა აუდიო ჩანაწერები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ქართული ოცნება არ ეკეტებს ბიზნესს. ჩვენ აქამდე ქონდა პრაქტიკა და მაყურებელს ეს ახსოვს, როდესაც დიდი კომპანიები, ბევრი ფულის მფლობელი ადამიანები პარტიის ანგარიშზე, ქართული ოცნების ანგარიშზე რიცხავდნენ ძალიან დიდ ფულს. მაგრამ ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც მცირე მაღაზიის მფლობელი ტრაქტორისტი, რომელიც ზამთარში თოვლისაგან წმენს გზებს, ან პატარა სახელოსნოს მფლობელი იძულებული გახადეს, რომ ოცნების ანგარიშზე ჩაერიცხა მათთვის დიდი ფული, 3000 ლარი, 5000 ლარი, ან კიდევ უფრო მეტი. ეს ხდება სამცხე-ჯავახეთში, არაქართულ ენოვანი მოსახლეობით დაკომპლექტებულ რეგიონში. თამთა დაახლოებით რამდენ ადამიანზეა საუბარი, რა თანხა ამოაცალეს ჯიბეებიდან საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს და რით დასტურდება, რომ ეს იყო რეკეტი? დაახლოებით მილიონ ლარამდე არის საუბარი, სწორედ ეს თანხა ბოლო 15 დღის განმავლობაში 80-ზე მეტმა ადამიანმა გადარიცხა სამცხე-ჯავახეთიდან ქართული ოცნების ანგარიშზე. შენ თქვი სწორედ, ეს არის საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი, რომლებსაც პატარა მაღაზიები აქვთ, ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში, პატარა ფერმა აქვთ, მეფუტკრეები არიან. ეს ადამიანები არიან რეკეტის მსხვერპლი. რესტორანი, ხო, ერთ-ერთი რესტორანის. ეს შედარებით უკვე დიდი ბიზნესი არის. ანუ უფრო მაღალი ბრუნვა აქვს მათ ამ ადამიანებს ყოველ შემთხვევაში და ასევე მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც იგებენ ტენდერებს, ადგილობრივ სამშენებლო ტენდერებს და ახლა სწორედ ჩვენ ახალ ქალაქში გადავიღეთ ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც სწორედ ეს ადამიანები ტენდერი პრინციპში ახალი არ არის, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა, თამთა თუ ტენდერი გინდა რომ მოიგო, წილი უნდა მისცე ქართულ ოცნებას. ეს ყველა არჩევნების დროს ხდებოდა, თუმცა ეს შემთხვევა ბიზნესის რეკეტის ეს შემთხვევა განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ აქ საუბარი არის მცირე მეწარმეებისათვის ფულის ახევაზე. მათ შორის თამთა დოლენჯაშვილმა და ჩვენმა გუნდმა მეც პირადად ვრეკავდი, როდესაც ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი უარყვეს, ჩვენ დადასტურებულად ვიცოდით, ისინი პირად საუბრებში ადასტურებდნენ, რომ ნამდვილად იძულების წესით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები აიძულებდნენ, რომ ეს 3 და 5000 ლარი ოცნების ანგარიშზე შეეტანათ, ჩვენმა დაურეკეთ და უთხარით, რომ ვიყავით ქართული ოცნებიდან, ვამოწმებდით მონაცემებს და გვინდოდა დაგვეწერა პლუსი იმ ადამიანისათვის, ვინც ის დაარწმუნა, რომ ოცნებისთვის ფული უნდა გადაერიცხა და მათ ამის შემდეგ ყველაფერი თქვეს და ასეთი ჩანაწერები რეპორტაჟში იქნება მრავლად. მაგრამ კიდევ არის ერთი განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც პატიმრებს, რომლებიც არიან ციხეში, შუამავლების საშუალებით პარტიის ანგარიშზე ჩაარიცხინეს ფული. ეს გავშიფრეთ ეს სქემა სწორედ ჩვენ აღმოჩნდა, რომ ახალ ქალაქში არსებობს ესეთი ცნობილი ქსელი ვეგასი, შეიძლება ალბათ ხო სახელი ვთქვა ეთერში, სარესტორნო და საკაზინო ქსელი არის, საკმაოდ დიდი ბრუნვა აქვს ამ ქსელს. როგორც აღმოჩნდა, ამ ქსელის მეპატრონი არის საჯელოსრულების დაწესებულებაში ახალგაზრდებს შორის იჭყობა, ხო, ციხეში საჯელს იხდის და სწორედ შუამავლის მეშვეობით, რომელსაც პირადად სამվել მანუკიანმა ადგილობრივმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გადასცა ქართული ოცნების ანგარიშის ნომერი, აიძულეს რომ თანხა ოცნების ანგარიშს. რიგითი მძღოლი, ახალქალაქი ერევნის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, დირექტორის ნათესავი. ნახე როგორ არის ამბავი, ესე იგი, დაიჭირეს სლოტ კლუბის მფლობელი,
ერთ-ერთი ჩხუბის გამო, ის არის ახლად ციხეში, ადგილობრივმა დეპუტატმა ახალქალაქი ერევნის მიკროავტობუსის მძღოლს, რომელსაც საერთოდ არ აქვს შემხებლობა ამ ისტორიასთან, მისცა ანგარიშის ნომერი და ამან აიღო და პატიმრის ნაცვლად ფული გადარიცხა ქართულ ოცნებაში. კი, 5000 ლარი. სასწაული ამბავია. მოკლედ, მტკიცებულებებით გაჯერებულ რეპორტაჟს ახლა თამთა დოლენჯაშვილი წარმოგიდგეთ. Почему вы перечислили деньги грузинской мечте? Можете сказать? Кто координатор? Карен Путулიანი ნინო წმინდიდან ერთ-ერთია, ვინც ქართულ ოცნებას 5000 ლარი აჩუქა. კარენს ნინო წმინდაში ავტონაწილების მაღაზია აქვს. დაახლოებით 2 კვირა უნდა იმუშაოს, რომ გაყიდული პროდუქციიდან ამდენი მოგება ნახოს. კარენმა და კიდევ 10-ზე მეტმა მცირე მეწარმემ ნინო წმინდიდან გადაწყვიტა, ერთ დღეს ფული მართველი პარტიისთვის ეჩუქებინა. რატომ? დღეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ერთ ბიზნესმენს არ უნდა. ბატონო კარენ, ეხლა მაინც გითხარით, თანხა ქართულ ოცნებაში რატომ გადარიცხეთ? ვინ გითხრათ, რომ ეს თანხა უნდა გადაგერიცხათ ქართულ ოცნებაში? მე არ ვიცი, ხალბატონო. რატომ გადარიცხეთ თანხა ქართულ ოცნებაში? შეხვედრაზე იყავით სუსის წარმომადგენლებთან ერთად, ფარულ შეხვედრაზე დაგეტოვებინეს ტელეფონი და პირადი ნივთები. რატომ გადაწყვიტეს მცირე ბიზნესის მფლობელებმა ლამის ერთი თვის შემოსავალი ქართული ოცნებისთვის ეჩუქებინათ? თუ აქამდე ქართულ ოცნებას ფულს დიდი ბიზნესი სწირავდა, ამ არჩევნებზე თანხა გადაარიცხინეს მცირე მეწარმეებს და სასურსათო ჯიხურების მფლობელებს. თქვენთან შეხვედრაზე? კი. ყველანი ესწრებოდით, ხო? ყველანი ესწრებოდით. იცით ჩვენ ვამოწმებთ როგორ იმუშავეს ჩვენებმა, ანუ უფრო გუბერნატორმა დაგარწმუნათ ამ საქმიანობის განხორციელებაში თუ უფრო სუსმა ეს გვაინტერესებს? უფრო გუბერნატორმა. ჩვენს ხელში აღმოჩნდა 10-მდე აუდიო მტკიცებულება, სადაც ბიზნესმენები ადასტურებენ, რომ მათ ფულის გადარიცხვას ქართული ოცნებისთვის გუბერნატორი და სუსი სთხოვდნენ. სანაცვლოდ კი ოჯახის წევრების დასაქმებას დაპირდნენ. მე ჩემთვის არაფერი არ მეცნიერებს. მე პროსტ კიდევ გეუბნები. პროსტ არალაბად საუბარი შენდა შორის. მე ვაფშე მინდა მაგალითად ჩემთვის რო დანიშნოთ იმაში, გაბება ეგ რა ქვია. ხალხალის მენეჯმენტ ახალქალაქში. და იცი რა არის სულ დეგივე ნომერი რო დაფიქსირდეს და ხმარად დეგივე არ იყოს, მიდი შემდეგთან შეგარეკება. სხვადასხვა ტელეფონის ნომრით ჩვენ სამცხე ჯავახეთიდან ქართული ოცნების შემომწირველ 20-მდე ბიზნესმენს დავურეკეთ. ერთი და იგივე სქემით ყველას ქართული ოცნების წარმომადგენელად გავეცანით და амის შემდეგ ყველამ დაადასტურა, რომ ფულის чарицхвас сусис сთხოვდა. Куратор, у нас было несколько кураторов. Там мальчики из полиции, из СУСа, и были из губернии. И местные были, местные. Местные, да, знаем, что местные с вами разговаривали. Но не из губернии. Не из губернии. Окей, понятно. Значит, СУС, наши мальчики из силовиков. ამ ჟურნალისტური გამოძიებით ჩვენ შევძელით იმის დადგენა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიზნესმენები დააბაჭაყა. ოღონდ ყველა სურსათის მცირე ჯიხურებიდან დაწყებული დიდი ობიექტებით დამთავრებული. ეს კაზინო ვეგასია ახალქალაქში. მისი ერთ-ერთი მეწილე დაკავებულია მას ადგილობრივ ახალგაზრდებთან ჩხუბი მოუვიდა. ირკვევა, რომ პატიმარს ქართულმა ოცნებამ ფული პარტიის ანგარიშზე ჩაარიცხინა. Манугиан Самвер меня вот этот личный номер дали, а этот номер отправили, счет. ახალქალაქის კაზინოში ამ თემაზე ლაპარაკი არ უდგათ. თუმცა ჩვენ შუამავალს, ვინც პატიმრის ფული ქართული ოცნების ანგარიშზე შეიტანა, ტელეფონით დავურეკეთ. ქართული ოცნების წარმომადგენელად გავეცანით, გვითხრა, რომ ფული, რომელიც მისი სახელით ქართული ოცნების ანგარიშზე ჩაირიცხა, რეალურად მას არ ეკუთვნოდა და ის ბანკში, კაზინოს მფლობელმა გაატანა. Ситер брат, вот это Вегас казино, который есть, у него хозяин дал меня деньги и отправили. ვინ იყო შუამავალი, რომელმაც კაზინოს პატიმარი მეწილის ფული ქართულ ოცნებას აჩუქა? ირკვევა, რომ თანხის გადასარიცხად 5000 ლარი მიკროავტობუსის მძღოლს გაატანეს. მჰერ ჰარუთუნიანი ამბობს, რომ ამდენი ფული მისი 5 თვის ხელფასია. Вы бизнесмен? Нет. А чем занимаетесь? Вот просто. Водитель? Да. Кого возите? Маршрутку работаю, не знаю что. И были у вас такие деньги? Или кто-то отдал вам эти деньги? Да, родственники у меня дали, отправили. Ага. Он же в тюрьме сейчас находится?
Другу менять. Да? Да. Он же в тюрьме сейчас находится, директор этой гостиницы. После этого перечисления, может быть, выпустят его или как? Не знаю. ბოლო 15 დღეში სამცხე ჯავახეთიდან პირდაპირ და არაპირდაპირ გადარიცხვით მართველი პარტიის ანგარიშზე ადამიანებმა თვეობით ხელფასის ოდენობის თანხები გადარიცხეს. სულ 714,000 ლარი. მათ შორისაა ასქანაზ მარკოსიანი სოფელ გორელოვკიდან. ის ადასტურებს, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათთან გასაუბრების შემდეგ ოცნებას 3,000 лари ачука. Перечислили грузинский мечте 3000 лари, да? А когда это было? Это где-то 15 дней назад. 15 дней тому назад. ჩვენ მოვიპოვეთ აუდიო მტკიცებულებების ერთობლიობა, საიდანაც დგინდება, რომ დაარეკეტეს ყველა. მათ შორის რესტორნების მფლობელებიც. იმის გამო, რომ ივანიშვილმა პარტიას ფულის მიცემაზე უარი უთხრა, ახლა სუსი ცდილობს ოცნების ყულაბა შეავსოს. ჩამოუარეს ნინოწმინდაში თითზე ჩამოსაცვლელი რესტორნების მფლობელებსაც. მათ შორის მხითარ ღარსლიანს. მის ოჯახში გვიდასტურებენ, რომ 5,000 ლარი მათ ქართულ ოცნებას გადაურიცხეს. ბატონი მხითარი სახშია? მაღაზია გაქვთ ხო თქვენ? სად არის თქვენი მაღაზია? Вот напротив Павленной улицы. წინა ქუჩაზე. Да, большое выстава. Вы откуда? ქართული ოცნებიდან გაწუხებთ. მადლობა, თქვენმა მეუღლე ფული გადმორიცხა ჩვენთან, ხო? რამდენი ლარი გადმორიცხა, ხო არ გახსოვთ? ფული გამოსძალეს პარტიის მხარდაჭერის სახელით მეტრაქტორე არმან ნორსოიანსაც. ის ზამთარში ბელორუსიული ტრაქტორით თოვლიან გზებს წმენს, რასაც გამგეობა უხდის პრაქტიკულად უკან დააბრუნა. Პირველ ригში დიდ მადლობას გიხდით. Спасибо вам огромное за то, что вы перечислили нам деньги. Спасибо за это. Вам ничего от нас не нужно. Что? От вас? 1000 лари, დიახ. 1000 ლარი და вы перечислили. ერთ-ერთი, ვინც ამ ტერორის უკან დგას, მაჟორიტარი დეპუტატი სამվել მანუკიანია. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მის მიერ დატერორებულმა ხალხმა ფულის გამოძალვის ამბავი აღიარა, იმალება. Сейчас вы разговариваете с семьей Батона Самвел. Выйдите, пожалуйста, у меня вопросы. არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. წამზომი ჩართულია. ოცნების ბიუჯეტი დარეკეტებული ხალხის გადარიცხვებით ივსება. ჯერი საგამოძიებო ორგანოზია, რომელმაც უმძიმესი დანაშაული უნდა შეისწავლოს. ეს არის შაბათის ეთერი TV პირველზე. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ იბრუნდებით, რეკლამა მალე გაივლის, არ უნდა გადართოთ.